საღამოშიდობის ეთერშია არჩევანი ვლადიმერ პუტინის და ნინო ბურჯანაძის შეხვედრა მოსკოვში რამდენიმე წუთში ჩვენ პირდაპირ ეთერში მოსკოვიდან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ჩაგვერთვება. შემდეგ არჩევანის სტუდიაში დებატები გველდება ერთმანეთის პირისპირ ზვიად ძიძიგური და ლევან ვეფხვაძე და გადაცემის ბოლოს უმრავლესობიდან გიორგი გაბაშვილი. ჩვენი სტუმრები უკვე სტუდიაში იკრიბებიან, მანამდე კი პირდაპირ ჩართვა რამდენიმე წუთში. მიღება პუტინის კარზე ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, რომელიც მოსკოვთან კონტაქტზე გადის. ყოფილი პრემიერის შემდეგ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. რუსული ინტერვენციის გეგმის ნაწილი თუ მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენის მცდელობა. დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთის ინტერესებშიცაა ჩვენს ქვეყნებს ხალხებს შორის ურთიერთობის დალაგება. ჩაანაცვლებს თუ არა ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ზურაბ ნოღაიდელს და ვინ გახდება საბოლოოდ კრემლის ფავორიტი ქართველი პოლიტიკოსი. არც მქონდა ჯერ იმის განცდა, რომ რაღაც ექსკლუზივი უნდა მქონოდა, არც იმის განცდა, რომ მე უნდა ყოფილიყავით ერთადერთი ფავორიტი კრემლის მოსკოვთან ურთიერთობა უნდა გქონდეს ყველას. შეძლებს თუ არა კრემლი საქართველოში რუსული გეგმის განხორციელებას, როგორ უყურებს ხელისუფლება ქართული ოპოზიციის ლიდერების გახშირებულ ვიზიტებს მოსკოვში. ისე როგორც პატაური ნოღაიდელის შემთხვევაში, ასევე ქალბატონი ბურჯანაძე ეძებს მოკავშირეებს მოსკოვში თავის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლოდ. ამ ადამიანებს რომელსაც გონიათ თვით პოლიტიკა საკეთებელი სინამდვილეში პატარა რაღაც ჩადიან, მაგრამ დასაყრდენი საქართველოში არ არის. აქვს თუ არა დასაყრდენი მოსკოვის თბილისში, რას ფიქრობენ ოპოზიციაში ვლადიმერ პუტინთან ჩასულ პოლიტიკოსებს და რატომ არის რადიკალურად განსხვავებული პოზიციები. არ შეიძლება რომ ჩვენ დავიწყოთ მოლაპარაკებები იმ ხელმძღვანელობასთან რუსეთში, რომელიც არის დღეს ოკუპანტი. არ გამოურიცხავ რომ პოლიტიკური გამოცანიდან გამომდინარე კონსერვატიულმა პარტიამაც გადაწყვიტოს ნაბიჯების გადადგმა რუსეთის მიმართულებით. კრემლში ჩასვლა ხდება ძალიან ცუდი და დამამცირებელი ჩვენთვის სტატუსით, ვასალის სტატუსით. ვასალი თუ მოკავშირე რაზე ისაუბრეს პირისპირ შეხვედრაზე რუსეთის პრემიერმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ. კრემლში გამართული აუდიენციის შემდეგ ნინო ბურჯანაძის პირდაპირ ჩართვა მოსკოვიდან არჩევანის სტუდიაში. მაშასა შეხვედრა კრემლში რაზე ისაუბრეს ერთმანეთში ვლადიმერ პუტინმა და ნინო ბურჯანაძემ. ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში მოსკოვს თავ, სადაც ნინო ბურჯანაძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. საღამოშიდობისა ქალბატონო ნინო, მადლობთ რომ დაგწოვთ და მონაწილეობას იღებთ დღევანდელ ჩვენ გადაცემაში. ქალბატონო ნინო, რა თქმა უნდა, თქვენი და ვლადიმერ პუტინის საუბარი დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა და ამაზე დღეს ჩვენ ბევრს ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე მინდა გკითხოთ, როდესაც გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ მოსკოვში წასულიყავით და შეხვედროდეთ პუტინს, შედეგებზე თუ იფიქრეთ, იმიტომ რომ დღეს საკმაოდ მკვეთრი რეაქციები მოყვა თქვენ შეხვედრას, არაერთხელ იყო ნახსენები ფრაზა მოღალატეც. იცით რა, მე იმ პოლიტიკოსების რიგს მივეკუთვნები, რომლებიც შედეგებზე ყოველთვის ფიქრობენ. განსხვავებით იმ ადამიანებისაგან, რომელთა არასწორმა ნაბიჯებმა და შედეგების არ გათვლამ ქვეყანა პრაქტიკულად კატასტროფის პირას მიიყვანა და დააკარგინა ქვეყანას ტერიტორიების 20%. მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ვაკეთებ ჩემი ქვეყნისათვის და ჩვენი ხალხისათვის სასიკეთო საქმეს. მე ზუსტად ვიცი, რომ ამ ნაბიჯებს აუცილებლად თანდათანობით მოყვება ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური შედეგები და მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ როგორც კი ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა გაანალიზონ კონკრეტული შედეგები, კონკრეტული მოსალოდნელი ნაბიჯები ამ მიმართულებით და როცა ადამიანებს ექნებათ ობიექტური ინფორმაცია, აბსოლუტური უმრავლესობა შეაფასებს სწორად ამ ნაბიჯს და აბსოლუტური უმრავლესობა დააფასებს ამ ნაბიჯს როგორც ქვეყნისათვის გადადგმულ ნაბიჯებს. ქალბატონო, რა კონკრეტულ შედეგებს ელოდებით რუსეთისგან, ვლადიმერ პუტინისგან კონკრეტულად, რომელიც დღეს ოკუპანტი ქვეყანაა საქართველოსთვის? მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ჩვენ მართლაც გქონდეს რეალური წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შესაძლო პერსპექტივები არსებობს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების. მე მგონი ეჭვი არავის არ ეპარება იმაში, რომ საქართველოს ნორმალური მშვიდობიანი განვითარება და საქართველოს გაერთიანება და გამთლიანება სხვათა შორის პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, თუ საქართველოს ეს რეჟიმი ექნა რუსეთის ფედერაციასთან, როგორიც ჩვენ გვაქვს დღეს. ამიტომ მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ყველა სერიოზულ პოლიტიკოს უნდა ჰქონდეს სწორი ხედვა და სწორი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია რუსეთის ხელისუფლების რეალური პოზიცია დღეს საქართველოსთან მიმართებაში, რა პერსპექტივები არსებობს რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციისა, ისე რომ რა თქმა უნდა არ დაზარალდეს საქართველოს ინტერესები, ისე რომ ეს ურთიერთობები იქნეს დალაგებული ურთიერთპატივისცემის და ერთმანეთის კანონიერი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კანონიერი ინტერესების პატივისცემის საფუძველზე. ქალბატონო, თქვენ დიდი ხნის განმავლობაში
მდგომარეობაში იყავით ხელისუფლებაში და ამ პერიოდში მუდმივად გქონდათ მოლაპარაკებები რუსეთთან. თუმცა მაშინ რაღაც კონკრეტული შედეგი ამ მოლაპარაკებებს არ მოუტანია. ეხლა რატომ გაქვთ იმედი, რომ რაღაც შედეგზე იქნება ორიენტირებული ეს მოლაპარაკებები, როგორც ოპოზიციონერს ამ შემთხვევაში? უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ როცა მე ვიყავი ხელისუფლებაში და სანამ მე ვიყავი ხელისუფლებაში, აი ამ მოლაპარაკებებს სწორედ ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, როგორც მინიმუმ იმ თვალსაზრისით, რომ არც ერთხელ ომამდე საქმე არ მისულა საქმე ღია კონფრონტაციამდე, რომელსაც მართლაც მოყვა ტრაგიკული შედეგები ჩვენი ქვეყნისათვის და მათ შორის ქვეყნის ტერიტორიის დროებით, მაგრამ მაინც 20%-ით დაკარგვა. მე არ მიყვარს ხოლმე ამაზე ხაზის გასმა, მაგრამ სწორედ ორ თვეში ზუსტად ორ თვეში მე პარლამენტის თავმჯდომარეობა დავტოვე 7 ივნის ოფიციალურად და 7 აგვისტოს დაიწყო ომი. ეხლა დანარჩენი თქვენ შეაფასეთ. ქონდა თუ არა ნინო ბურჯანაძის ყოფნა საქართველოს ხელისუფლებაში კონკრეტული შედეგი, ქონდა თუ არა მნიშვნელობა კონკრეტულ პოზიციებს, იგივე რუსეთთან ომის თავიდან არიდებასთან დაკავშირებით და ამავდროულად მინდა ისიც გითხრათ. შემსხელთ არის და იყო ამდენ ხანსაც დოკუმენტები, რომელზეც მე არაერთხელ მისაუბრია, ოღონდ პირდაპირ მინიშნება არ გამიკეთებია, თუ როგორ უშლიდა რეალურად ხელს საქართველოს ხელისუფლება და კონკრეტულად პრეზიდენტი სააკაშვილი იმ შესაძლებლობების გამოყენებას, რასაც დასავლელი მეგობრები თავაზობდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხელისუფლებას იმისათვის, რომ რუსეთთან მინდა შეგახსენოთ, როდესაც თქვენ ხელისუფლებაში იყავით, საკმაოდ მწვავე კრიტიკით გამოდიოდით ხოლმე რუსეთის ხელისუფლების მიერ და ძალიან ხისტი პოლიტიკა გეკავათ რუსეთის მიმართაც. მე არასოდეს არ ვიხევ უკან მაშინ, როდესაც არის სათქმელი ის, რაც მიმაჩნია სწორად და მე ვთვლი, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში ჩვენი კრიტიკა იყო აბსოლუტურად სამართლიანი, სწორი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ გამოსავალი გვეძებნა და არა მხოლოდ კრიტიკით შემოუფრაგულიყავით და ეს უკვე რა თქმა უნდა საქართველოს პრეზიდენტის მთავარი მოვალეობა გახდათ. მე რა თქმა უნდა ძალიან კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხვალ ზეგ მარტო კრიტიკით კი არ ვიყოთ დაკავებული, არამედ ვეძებოთ გამოსავალი იმ რეალობიდან, რომელშიც ჩვენ ვართ. კარგად უნდა გავითავისოთ. საქართველო ვერ გამთლიანდება, საქართველო ვერ გაერთიანდება, თუ ჩვენ არ ველაპარაკეთ აფხაზ და ოს ხალხს, თუ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის არ იქნა მონახული საერთო ენა, გამორიცხული არის პრაქტიკულად რეალურად საქართველოს მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვაუწყდეს. ამ საერთო ენის მონახვაში ვლადიმერ პუტინი დაგეხმარებათ, როგორც მინიმუმ, უკაცრავად ერთი წამით დამასრულებინეთ და გეტყვით, როგორც მინიმუმ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ამ პროცესში არ იყოს ნეგატიური როლი რუსეთისა. მე დავინახე, ნამდვილად დავინახე, რომ რუსეთს აწუხებს ის რეალობა, რომელიც არსებობს დღეს საქართველოში. სხვათა შორის პუტინის სიტყვები თუ კარგად მოისმინეთ და მე ვიცი სხვათა შორის, რომ პრინციპში გადაიცა ის სიტყვები, რაც ითქვა რუსეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, როდესაც პრემიერ-მინისტრმა შეაფასა აგვისტოს მოვლენები ტრაგედიად და სხვათა შორის შეეძლო ასე არ შეეფასებინა, იმიტომ რომ რუსეთისთვის ეს ნამდვილად ნაკლები ტრაგედია იყო ჩვენთვის, საქართველოსათვის, მაგრამ პირდაპირ თქვა ვლადიმერ პუტინმა, რომ ეს იყო ტრაგედია ორივე ერისათვის, ეს არის მიუღებელი რეალობა, რაც არის. და უკაცრავად ვის მიერ იყო მოწყობილი ეს ტრაგედია, ქალბატონო ნინო? ამ შემთხვევაში არის თუ არა ოკუპანტი რუსეთი, არის თუ არა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული? სააკაშვილი რომ ყოფილიყო გონიერი პრეზიდენტი, სააკაშვილს რომ ელემენტარული გათვლა გაეკეთებინა, რომ არასოდეს არ უნდა ჩაერთო ომში იმ ქვეყანასთან, რომელსაც შენზე მეტი ჯარი და შენზე მეტი ძალა აქვს, მით უმეტეს, როდესაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი გაფრთხილებს წინასწარ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთო საომარ მოქმედებებში, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ის აუცილებლად გიპასუხებს, ასეთ შემთხვევაში დღეს რუსეთის ჯარი არ იდგებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. თქვენ მაინც არ პასუხობთ, დღევანდელი მდგომარეობა არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? მე ძალიან კარგად მესმის თქვენ ამ კითხვებს რატომ პასუხობთ. რუსული ჯარი არ უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე, ეს მე არაერთხელ მithქვამს და თავის დროზე ძალიან დიდი როლი შევასრულე იმაში, რომ რუსული ჯარი საქართველოსდან გასულიყო, ჯარი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შეუბრუნა საქართველოს ტერიტორიაზე და პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ყველა ჩემი მოქმედება არა მარტო რუსეთში, არამედ რუსეთის ფარგლებს გარეთ, ყოველთვის იქნება მიმართული იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, საქართველოს ტერიტორია დატოვოს უცხო ქვეყნის ჯარებმა. დღეს რომ რუსული ჯარი დგას საქართველოში, ნიშნავს თუ არა ეს რომ საქართველო ოკუპირებულია? ეს არის სააკაშვილის ბრალი, ეს ჯარი უნდა გავიდეს თქვენ და არა რუსეთის ხელისუფლების ბრალი, ქალბატონო ნინო? ნუ მაწყვეტინებთ, ძალიან გთხოვთ. ნუ მაწყვეტინებთ. არა, უბრალოდ ჩემს კითხვას არც მით პასუხს და იმიტომ იძულებული ვარ შეგაწყვეტინოთ. ნუ შემაწყვეტინებთ.
მარტივი კითხვაა ძალიან არის თუ არა მე არ მაინტერესებს ხმამაღალი განცხადებები. მე ვაცხადებ, რომ დიახ, რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია, მაგრამ ეს არ მოხდება მანამ, ვიდრე ჩვენ ვიძახებთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და რუსებს არ დაველაპარაკებით. მე არ მაინტერესებს ხმამაღალი განცხადებები. ეს ფაქტია თუ ხმამაღალი განცხადება? ხმამაღალმა განცხადებებმა და გულზემ ჯიღის ცემამ ჩვენ მიგვიყვანა იქამდე, რომ რუსული ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე დღეს და თბილისიდან 20 წუთის გზაზე და მე არა ვარ მოსკოვში ჩამოსული იმისათვის, ან თქვენს ეთერში არ ვზივარ იმისათვის, რომ ვიძახო რუსეთი ოკუპანტია და გაეთრიოს თუ არ უნდა გაეთრიოს, როგორც ჩვენი პრეზიდენტი იძახის ჩვენი ტერიტორიიდან. მე ვარ იმისათვის აქ ჩამოსული, რომ შევქმნა მეტნაკლები წინაპირობები, შევისწავლო სიტუაცია და მოვახერხო ის საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, ყველა გონიერ პოლიტიკოსთან ერთად, რომ პირობები შეიქმნას იმისათვის, რომ მოლაპარაკებები შედგეს, საქართველო გამთლიანდეს, საქართველო იყოს რეალურად დამოუკიდებელი, საქართველო იყოს რეალურად დამოუკიდებელი და საქართველო იყოს მთლიანი. ეს არის ჩემი ამოცანა და არა პიარისთვის გაკეთებული განცხადებები. პიარისთვის გაკეთებულმა განცხადებებმა ჩვენ სადამდეც მიგვიყვანა, ამას ძალიან კარგად ვხედავ, ჩვენი ჯარის უძლეველობაზე ლაპარაკმა სანამდეც მიგვიყვანა ძალიან კარგად ვხედავ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე ჩემს თავზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რაც არ უნდა დამაბრალონ, რაც არ უნდა იძახონ, იმისათვის, რაც მიმაჩნია სწორად ჩემი ქვეყნის გამთლიანებისათვის და ჩემი ქვეყნის სიძლიერისათვის. კაპიტანო, თუ ესაუბრეთ ვლადიმერ პუტინს იმ თემაზე, რომ დღეს საქართველოში დგას რუსული ჯარი, რომ დღეს გალის რაიონში ქართველებს დაძდევენ რუსი სამხედროები ძაღლებით, რომ ცხინვალიდან ინტაცებენ ქართველ ბავშვებს რუსები. ამ თემებზე თუ გქონდათ საუბარი ვლადიმერ პუტინთან? მე საერთოდ სიტყვა თუ იმასთან დაკავშირებით, რაც თქვენ ბრძანეთ, აბსოლუტურად ზედმეტად მიმაჩნია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა დეტალზე, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ეს დეტალი, ვერ ვისაუბრებდით ერთი შეხვედრის დროს, მაგრამ მე ცხადია, ვესაუბრე ყველა იმ მტკივნეულ ძირითად თემებზე, რაც დღეს აწუხებს საქართველოს მოსახლეობას და უპირველეს ყოვლისა ბუნებრივია იმ რეალობაზე, რომელიც საქართველოში დადგა აგვისტოს ტრაგედიის შემდეგ. მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის და ბევრად უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე ის, რომ ხმამაღალი განცხადებები გამეკეთებინა ან გუშინ, გულის მოსაქავებელი, უკაცრავად ამ სიტყვისათვის, ან თუნდაც დღეს, ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ამ შეხვედრების შემდეგ რეალურად რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა და თქვა ძალიან მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი ფრაზები. ითქვა, რომ არ არსებობს ტაბუ, არ არსებობს თემები, რომელთა განხილვაც მიუღებელი იქნება რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. არ არსებობს თუნდაც ყველაზე მტკივნეული საკითხი, რომელზეც არ შეიძლება რომ მონახული იქნას რეალური ურთიერთმისაღები გამოსავალი იმ შემთხვევაში, თუ იქნება სურვილი და პოლიტიკური ნება ასეთი გამოსავლის მოძებნისა და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც გუშინ გააკეთა პრემიერ-მინისტრმა პუტინმა. ის, რომ საქართველოსთვის და რუსეთისთვის ეს იყო ტრაგედია, ის, რომ შესაძლებელია ჩვენ კრიზისამდე არსებულ რეალობაში დაუბრუნდეთ, დააკვირდით ამ განცხადებებს და ვისაც გაგება უნდა ძალიან ბევრი რამის გაგება შეუძლია. კიდევ ერთ ეხლავე უკაცრავად ვერ გავიგონე თქვენი კითხვა, დავასრულებ და მერე გაიმეორეთ და კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც ითქვა. არც ერთი არ არსებობს საკითხი, რომლის მოგვარება შეუძლებელია რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. მე ვთვლი, რომ ეს არის კონკრეტული განცხადებები, კონკრეტული მზაობა მოლაპარაკებისათვის, მაგრამ ნუ ცხადია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას სამწუხაროდ, ნამდვილად სამწუხაროდ ამის რესურსი არ გააჩნია. კაპიტანო, რის ფასად შეიძლება დაბრუნდეს საქართველოს კრიზისამდე მდგომარეობაში, იმიტომ რომ დღეს რუსეთი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ახალი რეალობა არის შექმნილი საქართველოს მიმართ. და ხელისუფლებას არ აღიარებს საერთოდ საქართველოს. სამწუხაროდ ეს ახალი რეალობა ნამდვილად არსებობს და ჩვენი პოლიტიკოსების ვალია, გონიერი პოლიტიკოსების ვალი, რომ ეს ახალი რეალობა შეიცვალოს. იმიტომ რომ ნამდვილად არავისთვის დასამალი არ არის და ჩემი პოზიცია აბსოლუტურად ურყევია და მე საერთოდ ძალიან უცნაურად მეჩვენება, რომ საერთოდ ამაზე არის ლაპარაკი. საქართველოს მთლიანობა, ტერიტორიული მთლიანობა და კონფლიქტების გადაწყვეტა ყოველთვის იყო ჩემი მთავარი ამოცანა და ეხლაც რჩება მთავარ ამოცანად და ბუნებრივია, რომ სწორედ ის მაწუხებს მეც და საქართველოს მოსახლეობას აბსოლუტურ უმრავლესობას, თითქმის ყველას, მიუხედავად ალბათ პოლიტიკური განსხვავებებისა, იმედი მაქვს, რომ ეს ახალი რეალობაა ჩამოყალიბებული ისეთი, რომელიც საქართველოსთვის არის მიუღებელი, რომელიც ჩვენ არ გვაწყობს და რომლის შეცვლისათვისაც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ. რაც შეეხება რის ფასად, ერთადერთი რამის ფასად, რომ ელაპარაკო
ელემენტარული პატივისცემით და ასევე მოითხოვო შენს მიმართაც პატივისცემა, რომ ელემენტარულად გაითვალისწინო კანონიერი, კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ კანონიერი ინტერესები და ურთიერთობები იყოს აგებული ურთიერთპატივისცემის და დანაპირებების შესრულების საფუძველზე, იმიტომ რომ ბევრჯერ იყო შემთხვევები, როდესაც გაცემული დაპირებები რეალურად ნამდვილად არ შესრულდა. კაპიტონო, მორალურად რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ესაუბროთ პირისპირ იმ ადამიანს, რომლის პოლიტიკის შედეგადაც ქვეყანაში 10,000-ობით დევნილია დღეს. იცით რა, მე ვიტყოდი, რომ სააკაშვილის ძალიან დიდი დამსახურება თუ გადამწყვეტი არა, იმაში რომ ჩვენ დღეს დევნილები გვაქვს საქართველოში. სააკაშვილამდე ძალიან ბევრი დევნილი იყო ქვეყანაში, კაპიტონინო. სააკაშვილამდე ძალიან 300,000 დევნილი იყო მხოლოდ აფხაზეთიდან სააკაშვილამდე. და არ უნდა გველაპარაკა, ამიტომ რუსეთთან? კაპიტონინო, თქვენ ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი ბრძანდებით. თუ რაიმე ძალიან დიდი ხანია პოლიტიკაში ხართ. თქვენ მართლა გჯერათ, რომ პუტინი ქართულ ხალხს ზრუნავს და ფიქრობს, რომ როგორ გააერთიანოს საქართველო? არა, მე არ მithქვამს, რომ ეს არის პუტინის მთავარი ამოცანა. თქვენ ბრძანეთ, რომ პუტინი ძალიან შეშფოთებულია საქართველოში არსებული მდგომარეობით. ამით მე პირადად ეჭვმება. პუტინმა თქვა მე ეს თქვა პუტინმა და მე დავინახე, რომ ეს ადამიანი ძალიან კარგად ხედავს იმას, რომ მისი ქვეყნისათვის ნამდვილად არ არის სასარგებლო ის ურთიერთობები, რაც დღეს არის რუსეთსა და საქართველოს შორის. მოკლევადიან პერსპექტივაში მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რუსი პოლიტიკოსი, ეხლა არ ვლაპარაკობ უმაღლეს დონეზე, ამაზე არ მქონია საუბარი, თვლის, რომ სააკაშვილი მათთვის არის ყველაზე მისაღები ფიგურა, იმიტომ რომ მას არ აქვს არანაირი რესურსი ამ პრობლემების მოგვარების. რუსეთს შეუძლია მშვიდად შეირგოს ის, რაც სააკაშვილმა გადასცა, ამ შემთხვევაში აფხაზეთი და ოსეთი მხედველობაში და ის, რომ რუსეთის ბაზები საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ნამდვილად არიან პოლიტიკოსები და ეს დაადასტურა თავად ლავროვმა შეხვედრის დროს, ბატონმა პუტინმა შეხვედრის დროს, საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ესაუბრებოდეს, რომ პრობლემა გადაწყდეს. აზრი თუ არ დამასრულებინეთ, მე გეკამათებით და თქვენ კითხვას ვერ ვიგებ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ. არიან ადამიანები რუსულ პოლიტიკაში, რომლებიც ხედავენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მათი ქვეყნისათვის არ არის სასარგებლო საქართველოს სახით ყავდეთ მტევრული სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ პატარა სახელმწიფო ვართ, არ არის სასარგებლო, რომ სამხრეთ კავკასიაში იყოს არასტაბილურობა და აქედან გამომდინარე გონივრულად მიაჩნიათ, რომ ურთიერთ მისაღები ნაბიჯები იქნას გადადგმული და რეალურად მშვიდობა დამყარდეს კავკასიაში. ყოველ შემთხვევაში ეს განცხადებები იყო გაკეთებული. მე მინდა დავიჯერო, რომ ეს განცხადებები არ არის ლიტონის სიტყვები და ამას კონკრეტული ნაბიჯები მოყვება, იმიტომ რომ ვერავინ ვერ დააძალებდა რუსეთის ხელისუფლებას ამ განცხადებების გაკეთებას, ამის სურვილი რომ არ ჰქონოდათ. ეს მესიჯები გამოგზავნილია, ეხლა საქართველოს მოსახლეობაზე და ქართულ ხალხზეა დამოკიდებული, ჩვენ რას გადავწყვეტ? ვიძახებთ, რომ რუსეთი არის მტერი, რომ არასოდეს რუსეთთან არ უნდა დავილაპარაკოთ, გავწყვეტთ ყველანაირ ურთიერთობებს და სამაგიეროდ და სანაცვლოდ, როცა რის ფასად არის ლაპარაკი, ჩვენ სამუდამოდ დავკარგავთ აფხაზეთს და ოსეთს, თუ ჩვენ რეალურად გადავალთ საქმის კეთებაზე, რეალურად გადავალთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე და ძებნაზე იმისა, სად შეიძლება მოიძებნოს კონკრეტული ურთიერთშეხების წერტილები, რომ ნელ-ნელა ურთიერთობების დალაგება დაიწყოს და ამით საფუძველს ჩაუყრით ქვეყნის გამთლიანებას და ქვეყნის სტაბილურობას. ეს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია. მოსკოვში მუდმივად აცხადებენ იმას, რომ მათი კრემლის მთავარი მიზანი არის საქართველოს ხელისუფლების ცვლილება. არ ფიქრობთ, რომ ქართული ოპოზიცია შეიძლება იყოს გამოყენებული სწორედ ამ სცენარში, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალოს? მე ვერ გეტყვით. და საერთოდ ამ შიდა პოლიტიკაზე თუ გქონდათ საუბარი ვლადიმერ პუტინთან? შიდა პოლიტიკაზე პრაქტიკულად მინიმალური საუბარი იყო, თითქმის არ ყოფილა საუბარი, იმიტომ რომ ჩემი მიზანი ნამდვილად არ იყო ამ შემთხვევაში შიდა პოლიტიკურ ურთიერთობებზე საუბარი. ერთადერთი რაც შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით ნამდვილად აინტერესებდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეს არის ის ანტირუსული ისტერია და პრაქტიკულად ქსენოფობიური მარცვლების ჩაყრა ქართულ საზოგადოებაში, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს და ბუნებრივია ეს მათ შეშფოთებას იწვევს. რაც შეეხება ხელისუფლების შეცვლას, მე ეხლაც გითხარით და ისევ გიმეორებთ. რუსეთი ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ნამდვილად იძულებული გახდება, რომ ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადმოდგას საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ რომ ელემენტარული მარტივი ლოგიკა არის. არ შეიძლება ყველა პრეზიდენტზე ილაპარაკო და ერთ პრეზიდენტს თუ არ ელაპარაკები, მეორეზეც განაცხადო, რომ არ ლაპარაკობ მასთან და არაპირებ ურთიერთობების მოგვარებას. ესე რომ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შემთხვევაში თუ საქართველოს მოსახლეობა აიღებს თავის თავზე მართლაც ძალიან სერიოზულ ტვირთს
ღმერთს და აიძულებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს. შემდეგ თუ ქართველი მოსახლეობა შეძლებს იმას, საქართველოს მოსახლეობა უკაცრავად შეძლებს იმას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ, რომ ავირჩიოთ ნებისმიერი გონიერი ადამიანი, რომელიც იმსახურებს საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მძიმედ, ძალიან რთულად, მაგრამ გამოსავლის ძიების დაწყება ნამდვილად არის. მაგრამ ქალბატონო, სამი პრეზიდენტი იყო დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო პერიოდში, მაგრამ რუსეთთან პრობლემები არ მოგვარებულა არც ერთ პრეზიდენტობის დროს. იყო გამსახურდია შევარდნაძე სააკაშვილი. მე არ მithქვამს, რომ პრობლემების მოგვარება ადვილია, მაგრამ ნამდვილად არ მინდა გავიხსენო, ვთქვათ, ის წარსული პრობლემები, რომელიც მუდმივად არსებობდა, თუმცა გაკვეთილები აუცილებლად უნდა გამოვიტანოთ, ეს ელემენტარულია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყუროთ მომავალში. მე არ მინდა ჩამოვთვალო ქვეყნები, რომელთანაც საქართველოს საუკუნეების განმავლობაში უმძიმესი ურთიერთობები ჰქონდა, მაგრამ დღეს ისინი ლამის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ესე რომ გონიერება და პოლიტიკოსის გამოცდილება სწორედ იმისათვის უნდა იყოს გამოყენებული, რომ მართლაც მეგობრები გააძლიერო შენს გვერდით, მეგობრები შეიძინო და არა ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ მტრის ხატის შექმნა და ამ მტრის ხატთან ბრძოლას მოანდომო მთელი შენი ენერგია. თუნდაც გქონდეს გარკვეული მძიმე არგუმენტები წარსული ისტორიიდან გამომდინარე. ქალბატონო, დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ იმის თაობაზე, რომ შესაძლოა რუსული ფული მოხდეს წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში. თქვენი პოზიცია როგორ არის? თქვენ თუ ხართ მზად იმისთვის, რომ აიღოთ ფული იმისთვის, რომ არჩევნებს მოახმაროთ? და უკაცრავად დღეს საუბრობენ ამაზე? მე წელიწად ნახევარია სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან და მისი დამქაშების მხრიდან მესმის, რომ რუსული ფული ტრიალებს საქართველოში. ეხლა აღმოჩნდა, რომ თურმე ამდენი ხანი არ ტრიალებდა და ეხლა უნდა ავიღოთ რუსული ფული? უკაცრავად ერთი წლის წინ რომ იყო ბრალდებები, რომ თურმე რუსები იარაღს გვაწვდიდნენ, ახლა ამის წინ რომ თქვენმა თუ რომელიღაცა ტელევიზიამ რო აჩვენა განმეორებით ის შეთითხნილი კადრები, რომ თურმე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები თუ რა ვიცი რა ქვია, რაკეტები გქონდა ნაყიდი და ხელისუფლების ჩამოგდებას გეგმავდით. როგორ იყო ეს საქმე? რომელი საქმე დადასტურდა? რომელი ფურცელი დაიდო? ან თუნდაც ერთი დამამტკიცებელი დოკუმენტი არასაჯარო, ან რაიმე საიდუმლო და უკანონო კონტაქტებისა ჩემი ან ჩვენი პარტიისა რუსეთის ხელისუფლებასთან. რატომ არ არის დაძრული ის სარჩელი, სისხლის სამართლებრივი სარჩელი, რომელიც მე შევიტანე პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოში 7 თვის წინ? ამ ცილისწამებლური ბრალდებების ირგვლივ, რომელიც ეხებოდა ჩემს უკანონო კავშირებს, თითქოს და რუსეთთან, საიდუმლო კავშირებს, იარაღის ყიდვას, ფულის შემოტანას და ასე შემდეგ. რატომ არ არის ეს სარჩელი განხილული დღემდე ჩემი არაერთგზის მოთხოვნისა ძალიან მარტივი მიზეზის გამო? იმიტომ რომ არასოდეს არ არსებობდა არანაირი საიდუმლო კონტაქტები, არასოდეს არ არსებობდა არანაირი იარაღის შესყიდვის და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის გეგმა, არასოდეს არ არსებობდა არანაირი რუსული ფული ყოველ შემთხვევაში ჩემი და ჩემი თანაპარტიელების ირგვლივ და არ არსებობს არანაირი არც ერთი ოდნავ მიახლოებითი დოკუმენტიც კი ამასთან დაკავშირებით. პირველივე შემთხვევაში, როდესაც მე გადავწყვიტე რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტი, მე ეს გავაკეთე ღიად, მე ეს გავაკეთე საჯაროდ და მე მიმაჩნია, რომ მივიღე აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და გარწმუნებთ. არც ხვალდაზე გარ შევეკითხები სააკაშვილს, როდესაც გადავწყვეტ ან მოსკოვში ხელახლა ჩამოსვლას, ან რომელიმე სახელმწიფოსთან ურთიერთობას, იმიტომ რომ ყველა ჩემი ნაბიჯი გადადგმულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მე მაქვს უზარმაზარი პოლიტიკური გამოცდილება, მე ვიცი როგორ კეთდება დიდი პოლიტიკა. დიდი პოლიტიკა არ კეთდება გულზე მჯიღისცემით და ხმამაღალი განცხადებებით, რომელიც ძალიან მოგაწონებს ადამიანს თავს და ძალიან აამაღლებს დღეს შენს რეიტინგს, მაგრამ ხვალ შეიძლება შენი ქვეყანა დაღუპოს. დიდი პოლიტიკა კეთდება სწორედ ეტაპობრივი ნაბიჯ-ნაბიჯი მოლაპარაკებით და მე უნდა ვიცოდე, რისი გაკეთება შემიძლია ოპოზიციაში ყოფნის დროს და რისი გაკეთება შევძლებ თუ მე და ჩემი პარტია, ჩვენი პარტია დემოკრატიული მოძრაობა მოვალთ საქართველოს ხელისუფლებაში. ქალბატონო, ისტორიაში ძალიან ბევრი ფაქტი იყო ისეთი, როდესაც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი მიდიოდა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელთან მოლაპარაკებაზე და ეს მე ძალიან ცუდად მთავრდებოდა. თქვენ ახლა გიყურებთ და კრემლის ფონზე ხართ. მოსკოვში ბრძანდებით კრემლის ფონზე. რა განცდა გაქვთ, როდესაც საუბრობთ მოსკოვიდან? და კიდევ ერთხელ გიმეორებთ იმ დროს, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს იმ ქვეყანას, სადაც ახლა თქვენ იმყოფებით. განცდა მაქვს, რომ ძალიან დიდ ქვეყანაში ვიმყოფები.
განცდა მაქვს რომ იმყოფები ქვეყანაში, რომელიც გავლენას ახდენს არა მარტო სამხრეთ კავკასიის ბედზე და ჩემს ქვეყანაზე, არამედ გავლენას ახდენს მთელ მსოფლიო პოლიტიკაზე და მთელი მსოფლიოს ბედზე. მაქვს განცდა აბსოლუტურად რეალისტური შეგრძნება იმისა, რომ ეს არის უზარმაზარი, ბირთვული სახელმწიფო, რომელსაც ელაპარაკება და რომელსაც ანგარიშს უწევს ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ირანი, საფრანგეთი, გერმანია და ნამდვილად საღგონებაზე ვარ იმისათვის, რომ კარგად მესმოდეს. მეც აუცილებლად უნდა გავითვალისწინო ეს უზარმაზარი ქვეყანა და უნდა შევეცადო, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩემი ქვეყანა ხვალ კვლავ არ აღმოჩნდეს ომში ჩაბმული ამ უზარმაზარ სახელმწიფოსთან, ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ მოვძებნო საერთო ენა ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის ინტერესების დასაცავად და მე ამას აუცილებლად ქალბატონო, როდის იყავით გულსფერი, როდესაც მოსკოვში და პეტერბურგში ჩადიოდით როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და მწვავედ აკრიტიკებდით რუსეთის ხელისუფლებას და ამ დიდ ქვეყანას, რომელზეც ახლა საუბრობთ, თუ ახლა როდესაც საუბრობთ ძლიერ ბირთვულ ქვეყანაზე, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიოთ? მე მაშინაც ვლაპარაკობდი იმაზე, რომ ეს არის ძლიერი ქვეყანა და მას ანგარიში უნდა გაუწიოთ და ვაკრიტიკებდი სწორედ იმიტომ და არაერთხელ მომითხოვია რუსეთის მხრიდან, რომ მიმაჩნდა, რომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო ნამდვილად სხვაგვარად და უნდა გადადგმულიყო კონკრეტული ნაბიჯები პოზიტიური საქართველოსთან მიმართებაში. მე ყველა ჩემ სიტყვაზე ვაგებ პასუხს, რომელიც კი ოდესმე მithქვამს, ნამდვილად შემიძლია გითხრათ და იგივე შემიძლია გავიმეორო დღეს, რასაც ვამბობდი მაშინ. მაშინაც ვამბობდი იმას, რომ რუსეთთან საუბარი აუცილებელია, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება აუცილებელია, მაშინაც ვამბობდი იმაზე, რომ რუსულ-ქართული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და დღესაც იგივეს ვიმეორებ. ქალბატონო, და დღეს რუსეთის ხელისუფლება არ იმსახურებს კრიტიკას იმ დროს, როდესაც ის ოკუპანტია, თუმცა თქვენ ამ კითხვაზე არ გამეცით პასუხი. მაშასე ეს არის მამაღალი ნათქვამი თუ ფაქტი, არის თუ არა საქართველო ოკუპირებული? საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება რუსული ჯარი, რომელიც ამ ტერიტორიიდან უნდა გავიდეს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ტერიტორია და ჩვენ ამ ჯარის შემოსვლაზე თანხმობა არ მიგვიცია. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით და კიდევ ერთხელ გიმეორებთ. თუ თქვენ გაინტერესებთ ქვეყნის ინტერესები, მაშინ უნდა თავი დავანებოთ ძახილს იმისა, რომ ეს არის ოკუპანტები და კონკრეტულად უნდა გადავიდეს საქმეზე იმისათვის, რომ ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან გავიდეს. ქალბატონო, აქ ძალიან მარტივია პასუხი, ან კი, ან არა. არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი დღეს? ეს ჩემი ბოლო კითხვა. მე ძალიან მაინტერესებს. არც ერთხელ არ გითქვამთ, ხომ არ შემდგარა რაიმე კონკრეტული მოლაპარაკება საქართველოს სასიკეთოდ. ხომ არ გადაწყვეტილა რაიმე კონკრეტული საკითხი, თქვენ ამაზე საკმაოდ ცლად ისაუბრეთ და ამის საშუალება მოგეცით ქალბატონო, უბრალოდ მე ერთ კონკრეტულ კითხვას ვსვავ მთელი 20 წუთის განმავლობაში, რომელზეც სამწუხაროდ პასუხს ვერ ვიღებ. პრინციპულად არავითარ შემთხვევაში დღეს, როდესაც ვარ მოლაპარაკების პროცესში რუსეთთან, არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებ რუსეთის ლანძღვას და ოკუპანტების ძახილს. პრინციპულად ვიტყვი, რომ რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გავიდეს და პრინციპულად ვიტყვი იმას, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იმყოფებოდეს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს ჯარი გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან. მაგრამ იმ პროვოკაციას უკაცრავად, რომელსაც ასე თანმიმდევრულად გეგმავს საქართველოს ხელისუფლება და რომელიც პრაქტიკულად იმას ელოდა ლამის, რომ პუტინის გვერდით დამჯდარი საერთაშორისო კამერების წინ ლანძღვაგინებას დავიწყებდი და ამით ჩავშლიდი ელემენტარულ შესაძლებლობას ხვალდაზე საქართველოს რეალური პრობლემების მოგვარებისა, ამას ნამდვილად არ გავაკეთებ. ქალბატონო, ჩვენი დრო იწურება სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართვის, დიდი მადლობა რომ მონაწილეობას იღებდით. თქვენ მაინც არ აღიარეთ, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა. კარგად ბრძანდებოდეთ. ეს თქვენი შეფასება გახლავთ. ჩვენი სტუმარი. და ჩვენ უკვე საუბარს გადაცემის მეორე ნაწილში განვაგრძობთ კონსერვატორებთან და ქრისტიან დემოკრატებთან, ზვიად ძიძიგური და ლეონიდ ფხაძე, ჩვენი სტუმრები. გთხოვთ ბატონებო. ჩვენ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. გთხოვთ. რატომ გახდა მოსკოვის თემა უთანხმოების მიზეზი ოპოზიციაში? როგორია კონსერვატორებისა და ქრისტიან დემოკრატების არჩევანი? დებატებში ერთმანეთის პირისპირ ზვიად ძიძიგური და ლევან ფხაძე.
არჩევანი პირდაპირ ეთერში ზვიად ძიძე გურთან და ლეონე ფხაძესთან ერთად ბრუნდება საღამოშტობის და კიდევ ერთხელ ბატონებო გმადლობთ რომ მოგზავნეთ სტუდიაში. საღამოშტობის. ბატონო ჩვენ ახლა უსმინეთ ნინო ბურჯანაძის პირდაპირ ჩართვას მოსკოვიდან. დღეს თბილისში ძალიან ბევრი და საკმაოდ მკვეთრი რეაქციაც ისმოდა ამ ვიზიტთან დაკავშირებით. ბატონ ლეონ, თქვენგან დავიწყებ საუბარს. როგორ უყურებთ საერთოდ ამ ვიზიტებს ჯერ ნოღაიდელის ვიზიტი მოსკოვში, ახლა ბურჯანაძის ვიზიტი, როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესები? ზოგადად ძალიან საშიში ტენდენცია, მე თუ მკითხავ და ჩვენ ამაზე ძალიან ღია და საჯაროდ საუბრობთ ქრისტიან-დემოკრატები, საშიშია, იმიტომ რაც მე დღეს მოვისმინე ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდგომ, ბატონმა ლავროვმა გააკეთა განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება, სადაც წერია, რომ რუსეთი საქართველოში იმ პოლიტიკოსებთან დაიწყებს საუბარს, რომლებიც რეგიონში ამჟამინდელ ვითარებას რეალისტურად უყურებენ. რეალისტური ყურება და თვითონ ამ ტექსტში კიდევ ნახსენებია ტერმინი ახალი პირობები კავკასიაში და ახალი რეალობები, რომელზეც ეს არის ტერმინები, რომელსაც რუსეთში რუსული დღევანდელი ხელმძღვანელობა ხმარობს დასავლეთის დასარწმუნებლად, რომ ახალი რეალობაა დღეს შექმნილი და ეს ახალი რეალობა ნიშნავს აღიარებას აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის. ეს რეალობა ნიშნავს იმას, რომ ახალი ორი სახელმწიფო არის შექმნილი, ეს არის რუსეთის ასე ვთქვათ პოზიცია და საუბარია სწორედ იმაზე, რომ თქვენ დასავლეთში უნდა შეეგოთ იმას, რომ ეს ახალი რეალობა და სამწუხაროა, რომ გარდა დასავლეთისა ამ რეალობის აღიარებისკენ უბიზგებენ ზოგიერთ ჩვენს კოლეგას. ანუ ძალიან რთული და საშიში ტენდენცია ეს ერთი რაც თქვი და მეორე რომ რეალურად რაც ჩვენ ვიხილეთ ბატონი ნოღაიდელის ქალბატონი ბურჯანაძის ვიზიტის შემდგომ ეს არის რუსულივე ტერმინს ვიხმარ ეს არის სმატრინები. სმატრინები რას ნიშნავს? ანუ ათვალიერებენ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, ალბათ კიდე იქნება ძალიან ბევრი სამწუხაროდ ჩემ და კიდევ რამოდენიმე ადამიანი ალბათ ჩავა, იქნება შეხვედრები, ათვალიერებენ რისთვის რომ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ ვისზე მოახდინონ აქცენტი და აქედან მხრიდან კიდე ეს ვიზიტები არის მხოლოდ ის რომ ჩრდილოეთიდან ამომავალი მზის ქვეშ ადგილი ვინ უფრო კარგად დაიმკვიდრებს, იმიტომ რომ ქალბატონი ბურჯანაძე რატო წავიდა ესე აქტიურად და ასეთი მისი აქტიობა რამ გამოიწვია, რატო? იმიტომ რომ შესაძლოა ის დარწმუნებულია, რომ რუსეთმა შესაძლოა მოახდინოს აქცენტი სხვა ლიდერებზე, იგივე შეიძლება ნოღაიდელზე და მას მიაჩნია, რომ ის არის სწორედ ის ადამიანი, რომელზეც უნდა მოხდეს ეს აქცენტი და მან შესთავაზა საკუთარი თავი დღეს რუსეთს. აი, სირთულე ამ სიტუაციის სწორედ არის, რომ ის ტერმინი, რასაც ჩვენ ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ხმარობთ საქართველოში პრაიმერის, ანუ დღეს მოსკოვში, კრემლში ტარდება ეს პრაიმერისი იმ ლიდერებს შორის, რომლებიც სააკაშვილის სავარაუდო შეცვლის შემდგომ უნდა დააყენონ ასე ვთქვათ საქართველოს. ბატონ ზვიად, მე მთელი პირდაპირ ჩართვის მანძილზე ვცდილობდი რაღაც კონკრეტული პასუხი მივიღო ნინო ბურჯანაძისგან, თუმცა ისე დამთავრდა ეს ჩართვა, რომ ვერ მივიღებ. თქვენ როგორ ვთქვით ბატონო ზვიად, დღეს რუსეთი არის თუ არა ოკუპანტი? მე ძალიან იოლად გიპასუხებთ ამ კითხვაზე, განსხვავებით ქალბატონ ნინოსაგან. ქალბატონ ნინო დიპლომატიური მისიით გახლავთ მოსკოვში წასული და თქვენ ასეთივე ასე იგი წარმატებით შეგეძლოთ გეკითხათ მაგისთვის, რომ რატომ არ მოკაჩა პუტინს თმაში, რატომ არ შეაგინა, რატომ არ დაკორტნა იქ დიპლომატიური მისიით წასული ქალბატონი, რა თქმა უნდა, ვერ გიპასუხებდათ იმას. მე გეტყვით, მე არა ვარ დიპლომატიური მისიით და გეტყვით, დიახ, რუსეთი არის ოკუპანტი. და აქედან გამომდინარე აუცილებელი არის ჩვენ ვიფიქროთ იმ შედეგების ლიკვიდაციაზე და მუშაობაზე საქართველოსთან, რომელიც შედეგების დაგვიდგა აგვისტოს მოვლენების შედეგად. მე მინდა გითხრათ, რომ არსებობს ორი კონცეფცია დღეს. ამ წუთას ერთი არის და გულისხმობს რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებას, მეორე გულისხმობს რუსეთთან ისტერიული დამოკიდებულების შენარჩუნებას. ერთსაც და მეორესაც საქართველოში ყავს მომხრეები. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ კონსერვატორები ვემხრობით რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების იდეას, მიგვაჩნია, რომ ის პრობლემები, რომელიც ჩვენ შეგვიქმნა რუსეთმა, არ არის დამთავრებული. შეუძლია კიდევ ბევრი პრობლემების შექმნა და ჩვენ თუ გვინდა რომ არც ჩვენთვის მაგალითად კონსერვატორებს არც ჩრდილოეთიდან უნდა ამოვიდეს მზე და არც უნდა ამოვიდეს დასავლეთიდან. მზე საქართველოში ამოდიოდა ყოველთვის აღმოსავლეთიდან ასტრონომიულად. რეალურად მეგაჩნიათ ბატონო ზვიად, რომ იგივე ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში შესაძლებელია რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება. მე ერთ მაგალითს გეტყვით, ძალიან მარტივ მაგალითს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იყო ჩასული 40 წუთით. შეხვდა მედვედევს და პუტინს და რუსებმა გაიყვანეს თავისი ნაწილები საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან. შემდეგ გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, დიახ, მე გავაგრძელებ ამ თემას, რომელსაც თქვენ მე გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, განაცხადა კუდით გვავასრულინეთ რუსებს პერევიდან და ასევიზა მთელი ოკუპირებული ტერიტორიიდან და შედეგად მივიღეთ ის, რომ 3 საათის შემდეგ და არა მეორე დღეს ისე უკან დააბრუნეს თავისი ჯარი. ეს არის ნათელი დადასტურება იმისი, როგორი ურთიერთობა არის საჭირო რუსეთთან. დიპლომატიური ურთიერთობა.
ვინმეს უნდა. მე კარგად კი, ბატონო, მახსოვს თქვენ შემახსოვრე. რომ რკინიგზას კეტავდით ეს ზვიად გამსახურდიას პერიოდში რუსეთის საწინააღმდეგო. დიახ, რუსეთის საწინააღმდეგო დავკეტავდი ნურას უკაცრავად, ეს არის პოლიტიკური აქცია, საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო კეტავდით და ვითხოვდით მრავალპარტიულ არჩევნებს. ეს იყო ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით 1990 წლის ივლისის ბოლოს აგვისტოს დასაწყისში და ამას მოყვა შედეგად პირველი მრავალპარტიული არჩევნები საქართველოში. რაც შეეხება რუსეთის მიმართ ბლოკადის თქვენგან განსაკუთრებით უცნაურია ბატონო ზვიად, იმიტომ რომ ზვიად გამსახურდიას პერიოდში ზვიად გამსახურდიას მკვლელობა სამოქალაქო ომი, მე კარგად მახსოვს რომ ეს ყველაფერი ბრალდებოდა რუსეთს, რომ ეს ხო რუსეთის მიერ ინსპირირებული და გასშესრულებული. და თქვენ გონიათ ეხა რუსეთზე გამწარებული და დაბოღმილი უნდა ვამბობდე რომ დაეკიდე შეგვიქთვას რუსეთმა პრობლემები, დაეკიდე წაგვართვას ტერიტორიები. და იმის შიშით არ შეგვიქმნას პრობლემები შიშით არა, მაპატიეთ რა, მაპატიეთ. შიშთან დაკავშირებით როცა ვლაპარაკობთ, აქ შიშზე არ არის ლაპარაკი. ჩვენ ყველა ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, დასავლეთის ქვეყნებმაც გვითხრეს რომ მოაგვარეთ ურთიერთობები, მოაწესრიგეთ ურთიერთობები რუსეთთან. ძალიან ცალსახად გვითხრეს რომ თქვენი გულისთვის ჩვენ რუსეთთან ურთიერთობას არ გავიფუჭებთ. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების ღია განცხადება და შედეგად მივიღეთ რესტარტის პოლიტიკა, რომელიც ჰილარი კლინტონმა გამოაცხადა მოსკოვში ჩასვლის დროს. ხედავთ, აგერ სარკოზის გაიძახოდა მთელი რუსთაველის გამზირი აგვისტოს მოვლენების მიმდინარეობის დროს და მისტრალი მიყიდა ფრანგებმა რუსებს. გერმანია პირდაპირ აცხადებს, რომ რუსეთი არის მისი სტრატეგიული მოკავშირე. ესპანეთის საგარეო მინისტრმა მოიწონა ლარსის საბაჟოს გახსნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მოიწონა ლარსის საბაჟოს გახსნა და ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ყველა ეს ქვეყანა ჩვენ გვეუბნება, რომ თქვენ თვითონ მოაწესრიგეთ ურთიერთობა რუსეთთან და ჩვენ ამ დროს გვაქვს ორი არჩევანი. ერთი გავაგზავნოთ ის ისტერიკა, რომელიც არის დღეს ატეხილი და რომელიც აზარალებს უფრო სუსტი, რომელიცაა ამ ორ სახელმწიფოს შორის და მინდა დაგარწმუნოთ, რომ უფრო სუსტი ნამდვილად არ არის რუსეთი, საქართველოა უფრო სუსტი და ჩვენ ვზარალდებით და კიდე დავზარალდებით უფრო მეტად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს ახალი რეალობაზე იყო საუბარი და ეს ახალი რეალობა, მე გეტყვით როგორ წარმომიდგენია, ახალი რეალობა არის საქართველოში ის, რომ ყველა ხელისუფლების მთავარი ქორებიც კი აცხადებენ, რომ კონფლიქტების მოგვარება და დარეგულირება უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით. თუ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, რუსეთთან დალაპარაკების გარეშე ეს როგორ მოხდება? იქნება გითხრას ვინმე, არ მოწონთ რუსეთთან, ესე იგი ურთიერთობების დარეგულირება და მოწესრიგება. გასაგებია, მითხრან თავიანთი ხედვა. რა არის თავიანთი ხედვა, ეხლა გითხრას ბატონმა ლევონმა, ბატონ ლევონ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? ზვიადთან მართლა მაინტერესებს. დიახ, გავუსვათ თქვენ როგორ აფასებთ ლარსის გამშვიდობის გახსნას ჩვენი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას? კარგიც არის და ცუდიც. ორივე აქვს. საფრთხეებს შეიცავს რეალურად, მაგრამ იმ თვალსაზრისით რომ ურთიერთობები იცი რომ ჩვენ როცა ვიყავით 21 ნოემბერს ლარსში თქვენი პარტიის წარმომადგენელიც იყო, ძალიან აქტიურად იქ ქონდა, ასე ვთქვათ, შეხვედრა მოხევებთან და მოხევებმა ძალიან პრინციპული პოზიციები დააფიქსირეს ლარსთან მიმართებაში და იქ თქვენი, ასე ვთქვათ, წარმომადგენლის ძალიან აქტიური იყო იქ ბატონი ბიძინა გუჯაბიძე და მან ძალიან სერიოზულად გააკრიტიკა მაშინ ის სავარაუდო შეთანხმებები, რაც შეიძლება მოხდარიყო რუსეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. რეალურად ის ტენდენცია, რაც პუტინმა ბრძანა, რომ ეს არის საქართველოს-რუსეთის ურთიერთობის რაღაც რეალურად ჩვენ არანაირი, ასე ვთქვათ, მოგება, ანუ სარგებელი აქედან არ არის და ეს არ არის ქართულ-რუსული ურთიერთობების წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის როგორც დღეს ძალიან კარგად იხმურა ბატონმა ჯავახიშვილმა, იუმორისტმა ჩვენმა თქვენ არხზე, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთ-სომხეთის საზღვრის, ასე ვთქვათ, გახსნა. ასე რომ ის საფრთხეები, რაზეც არის საუბარი, სამწუხაროდ თქვენი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არ იყო დაფიქსირებული და ძალიან მე გამიკვირდა თქვენგან მსგავსი დუმილი, რადგანაც ეს საფრთხეები, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ, ეს არის ძალიან რეალისტური საფრთხეები და ლარსის გახსნა ერთ-ერთ ამ საფრთხეს შეიცავს. მაშინ ბატონ ლეონიდს საშუალო ბატონ ზვიადს რომ გიპასუხოთ ამ ეს გადაწყვეტილება, რომელიც გიგა ბოკერია დაუშვათ ამართლებდა, ამ შემთხვევაში ხო არ ემთხვევა თქვენი პოზიციები ბატონი ბოკერიას, ასე ვთქვათ, შეფასებებს. მე გმაკვირდა მეტი არა. ბატონ ლევან და თქვენ თუ გაინტერესებთ პოზიციის დაფიქსირება, მე მგონი ახლა საქართველოს ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს და ვაფიქსირებ. კარგიც არის და ცუდიც არის. ცუდიც არის უსაფრთხოების თვალსაზრისით, იქიდან გამომდინარე, რომ იქ შეიძლება, რა თქმა უნდა, ასეთი მოუწესრიგებელი და ასეთი კონფლიქტური სიტუაციის პირობებში რუსეთთან შესაძლებელია იქ დამატებითი საფრთხეები გაჩნდეს. კარგი არის იმ თვალსაზრისით, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან უნდა დაიწყოს. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციაზე ღიად გესაუბრებით და ღიად ვამბობ. მე მინდა გითხრათ, რომ
ალტერნატივა მშვიდობიან გადაწყვეტას კონფლიქტებისას არ აქვს. არც აფხაზებთან, არც ოსებთან. ჩვენი საუბარი არ შედგება, თუ კი ამაზე არ იქნება რუსეთის ჩართულობა, ამაში არ იქნება რუსეთის ჩართულობა. თუ კი რუსეთიც ამასთან დაკავშირებით თავის პოზიციას არ დააყენებს. თქვენი პოზიცია როგორი არის რუსეთთან დაკავშირებით? რა სტრატეგია აქვს ქრისტიან დემოკრატებს მოსკოვთან მიმართებაში? სამდე ამ სტრატეგიაზე ვისაუბრეთ, მე უბრალოდ კიდევ ერთხელ შევაფასებ აი ფრაზებს, რაც დღეს ითქვა ქალბატონის მიმართ მხრიდან, რომ საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციური პარტია, ადამიანი, რომელიც ოპოზიციაშია, რუსეთთან ურთიერთობას გამოასწორებს, მეგონი ცოტათი არასერიოზულია, მე სხვა საშიშროებას ვხედავ. მე ვხედავ იმის საშიშროებას, რაც დღეს მე მოусმინე, რომ ომში თურმე თავიდან ბოლომდე 100%-ით დამნაშავე ყოფილა სააკაშვილი და პუტინი არაფერ შუაში არ არის. დაახლოებით ესეთი ასე ვთქვათ გამონათქვამები მოვისმინეთ, რომ პუტინს საერთოდ არ უნდოდა ქართველების დახოცვა და შემოაკვდა ქართველები, მაგას არ უნდოდა დაპყრობა და შემოედაპყრა, ასე ვთქვათ, საქართველოს ეს კონკრეტული ტერიტორია და არც აღიარება უნდოდა. ეს მხოლოდ სააკაშვილის ბრალია, თორე პუტინს საერთოდ არც კი გაუფიქრია მსგავსი რამე. სააკაშვილს თავისი ცოდვები აქვს და ეყოფა, მაგრამ პუტინის ასე ვთქვათ გათეთრება, ანუ მთელი აი ამ შეხვედრების შედეგი იქნება არა რაიმე კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თვითონ ხელისუფლებას უნდა ელაპარაკებოდეს, ურთიერთობა შეიძლება ნინო ბურჯანაძემ, ნოღაიდელმა ან სხვავინმემ შეიძლება გააუმჯობესოს მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში მოვა და არა ეხლა ამ ვითარებაში, მაგრამ ერთადერთი რაც შეუძლია ნინო ბურჯანაძეს ან სხვავინმეს გააკეთოს, ეს არის პოზიტიური იმიჯის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა. ეს არის PR აქცია, რომელსაც პუტინი გეგმავს. ამ PR-ში პუტინი და სააკაშვილი ერთმანეთს ცხადია გამოცდილი კონკურენტები არიან. პუტინსაც აქვს თავის PR აქციები, ეს არის რუსეთის იმიჯის შეცვლა დაპყრობითი ომის შემდგომ, რომელიც 2008 წელს იყო, ეს არის პუტინის იმიჯის შექმნა, რომელმაც რამოდენიმე მაშინ რა მოტივი აქვს ბატონ ლევან იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ახლა პუტინის ირგვლივ ერთიანდებიან? პუტინის ირგვლივ კი არ ერთიანდებიან, პუტინში ეძებენ მფარველს, წყალობას იმისა, რომ პუტინი როცა სააკაშვილს ჩამოაგდებს, ან იმ ტერმინოლოგიით ჩამოკიდებს ერთი ადგილით, როგორც პუტინი იძახის, მათ უნდა ერგოთ ის ტახტი, რომელსაც სააკაშვილის ჩამოგდების მერე განთავისუფლდება. ეს არ არის ნორმალური დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ბატონ ზუიას ახსოვს ჩემზე უკეთესად სიტუაცია, რომელიც იგივე 94 წელს იყო ჩეჩნეთში, როცა იყო საშინელი დაპირისპირება ჯოხარ დუდაევისა და მისი მოწინააღმდეგეებთან, შეერაღებული დაპირისპირება იყო, ტანკებით ბრძოლა იყო, მაგრამ როგორც კი გამოჩნდა რუსული ტანკები, ისინი ერთ მხარეს გადმოდგნენ და ერთად დაუპირისპირდნენ რუსულ ტანკებს. მე ამას ვხედავ, რომ დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ და სააკაშვილის მიმართ ცოტა განსხვავებული ფენომენია. სააკაშვილი თუ არის, ასე ვთქვათ, ნაბანი წყალი, რომელიც უნდა გადავასხათ ტაშტიდან, არ უნდა გადავაყოლოთ ბავშვი საქართველოს. ეს არის ძალიან სახიფათო თამაში და როცა დასავლეთს ახსენებს ბატონი ზვიადი, მე არ შემიძლია ამაში ამ ხრივ პოლემიკაში არ შევიდე. ძალიან ბევრი ქვეყანა ევროპაში არის სრულებისთვის დღევანდელი ის ვალდებულება, რომელსაც მათ თავის დროზე აიღეს 2008 წლის, ასე ვთქვათ, აგვისტოში ხელმოწერილი დოკუმენტის სახით და რომელსაც რუსეთი არ ასრულებს, ეს არის მისთვის გარკვეული ძიმე ვალდებულება და შესაბამისად, თუ კი შენ აღმოჩნდები, რომ ხარ რბილი, ლმობიერი და შემგუებელი იმ რეალობის მიმართ, რომელიც ქვეყანაში არის, გულისხმობ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, მაშინ იმისთვისაც ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება და ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ევროპაში ასე უყურებს აი ამ ურთიერთობას. მისთვის ეს იქნება ბევრი, ეს თქვა ტვირთის მოხსნა. ნუ შევხსნით ტვირთს იმ ადამიანებს, რომლებსაც ვალდებულება აღებული აქვს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინაშე. ეს ლაპარაკია ჩვენ ქვეყანას და ჩვენი ნაბიჯებით ჩვენ ამ პრობლემას მოუხსნით ამ ზოგიერთ რამოდენიმე ევროპელ ლიდერს, ნამდვილად მოუხსნით ამ პრობლემას. თუ ვიქნებით შემგუებული, მე ამ შემთხვევაში ბატონ ზვიადის პოზიცია მოვისმინე და ნამდვილად ვერ ვიტყვი ამას ბატონ ზვიადზე, მაგრამ ის რაც ქალბატონი ნინოსგან მოვისმინე, ბატონი ზვიადი ცდილობს, ასე ვთქვათ, შეალამაზოს მის სიტყვები, მაგრამ ნამდვილად არ ღირს შეალამაზება, იმიტომ რომ ფაქტია, რომ უნდა ვთქვათ, ფაქტობრივი სიტუაცია რაც არის, რასაც ბატონი ზვიადი ბრძანებს, რომ ტერიტორია არის ოკუპირებული და ევროპა უნდა მოახდინოს, ასე ვთქვათ, გავლენა იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც რუსეთმა აიღო არა საქართველოს წინაშე, არამედ რუსეთის წინაშე. კარგი, ბატონ ლევან, მადლობ. ბატონ ზვიად, რატომ გახდა ზურაბ ნოღაიდელი
აქტუალური თქვენთვის კონსერვატორებისთვის მას შემდეგ რაც ის მოსკოვიდან დაბრუნდა? არ არის ეს მართალი, ქრონოლოგიაში შეგიძლიათ ჩაიხედოთ, ჩვენ სხვა პოლიტიკური პროექტით ვართ ერთად, ეს არის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროექტი, ეგრეთ წოდებული პრაიმერის პროექტით, როცა ერთიანი კანდიდატი უნდა აირჩიოს სამომრჩეველმა და ამ პროექტში ვართ ჩვენ ერთად. რაც შეეხება ახლა იმ საკითხებს, სადაც ბატონი ლევანი ბრძანებდა და რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩეჩნეთის მაგალითი ახსენა, როგორ დადგა ერთმანეთის გვერდით ყველა. როცა აგვისტოს მოვლენები იყო საქართველოში, ომი იყო აგვისტოს საქართველოში, მაშინ უნდა გითხრათ, რომ ოპოზიციამ გამოაცხადა მორატორიუმი და არავითარი დაპირისპირება ხელისუფლებასთან იმ პერიოდში არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მის პასუხისმგებლობას ყველანი კარგად გრძნობდით და ვხედავდით. დღეს ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ესე იგი, უნდა გავყვეთ მიხეილ სააკაშვილის საგარეო პოლიტიკურ ბატონებად და დავასრულებთ. შეიძლება ჩვენ ბატონის გვაძლევს საშუალებას, რომ ვისაუბროთ და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია კულტურულად დებატები გავმართოთ და არავითარი საჭიროება არ არის, რომ ერთმანეთს შევაწყვეტინოთ. უნდა გითხრათ, რომ მაშინ გვაქვს მეორე ალტერნატივა, რომ გავყვეთ მიხეილ სააკაშვილის საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც არსაით არ მიდის, უნდა გითხრათ. მიხეილ სააკაშვილს აქვს გამოცხადებული პირდაპირ, თუ ავლაბრის რეზიდენციაზე ან პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა ფრიალებს, ასეთ შემთხვევაში ყველაფერი რიგზეა ქართული სახელმწიფო ცოცხლობს. მე ამას არ ვეთანხმები. მე მიმაჩნია, რომ რუსთაველის გამზირი და თბილისი არ არის მთელი საქართველო და არ არის ქვეყანაში რიგზე საქმე, როდესაც ჩვენ გვაქვს ამხელა ტერიტორიული პრობლემები და დევნილების პრობლემები და ასე შემდეგ და ეს პრობლემები შეიძლება არ გქონოდა და დღევანდელ დღეს ეს პრობლემები არის გამოწვეული. მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის ერთ-ერთ ჟურნალს მიცა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ ეხლა აგვისტოს მოვლენების შემდეგო ორ რაიონზე დავკარგეთო ეხლა იურისდიქციაო და ეს არ არისო დიდი ტრაგედია და დიდი უბედურება. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის და ის კონიუნქტურაც, რომლის მიხედვითაც ეხლა მოღალატეებად ცხადდებიან ყველანი, ვინც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე დაიწყებს ლაპარაკს. მე მინდა გითხრათ ბატონო ზაალ და მე მინდა ტელემაყურებელმაც თავისი, რა ვიცი, თქვა შინაგანად, აი იფიქროს მართალს ვამბობ თუ არა. საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა არის მზად იმისათვის და მოითხოვს, რომ რუსეთთან ურთიერთობა იყოს დარეგულირებული. ასეთი პოზიცია გააჩნია საქართველოს მოსახლეობის 80%-მდე არის მზად, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. მე გეტყვით ბატონო ზაალ, თქვენ რომ ინტერაქტივი ჩაატარეთ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებასთან დაკავშირებით და ძალიან მარტივად ვნახავთ თუ რა მდგომარეობა ნატოს წევრობის მოლოდინი და განცდა დიდი იყო რამდენიმე წლის წინ, რა თქმა უნდა ასე იყო ეს, მაგრამ აგვისტოს მოვლენების შემდეგ კარდინალურად შეიცვალა დამოკიდებულება ნატოს მიმართ, კარდინალურად შეიცვალა დამოკიდებულება იმ ღირებულებების არა, მაგრამ იმ რეალობების მიმართ, რომელი რეალობის წინაშე ჩვენ აღმოჩნდით და ის რეალობა ის იყო, რომ როდესაც ვიყავით აგვისტოს საომარი მდგომარეობის პირობებში პირისპირ დავრჩით ჩვენ შეიარაღებულ აგრესიულ მეზობელთან. ეს იყო რეალობა და ეს რეალობა დაინახა მთელმა საქართველომ. არავის არ უნდა ისევ ისეთ მდგომარეობაში მისი ქვეყანა იყოს. და რა თქმა უნდა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება აქედან გამომდინარე გახდა პრიორიტეტი. საქართველოს საპატრიარქო რომელიც ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს. საქართველოს ქართული დიასპორები, რომლებიც არიან მოსკოვში და მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე გახლავთ მოსკოვში. ეს არის ის ადამიანები, მეცნიერების, კულტურის წარმომადგენლები, მუდმივად ხდება რუსეთში ჩასვლა, პოლიტიკოსების ჩასვლა ერთია, მაგრამ როცა რობერტ სტურვა ჩადის, როდესაც ივერიას წევრები ჩადიან, როდესაც კულტურის სხვა წარმომადგენლები ჩადიან, მოსკოვში ხვდებიან იქ ქართველებს, რომლებიც ლაპარაკობენ რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენაზე, ისინი არ არიან საზოგადოების ნაწილი. ოპოზიციას რა უფლება აქვს, როცა ამბობენ, რომ ამ თემებზე ლაპარაკობს. რა თქმა უნდა, ოპოზიციას არ შეუძლია სახელმწიფოთა შორისო რაღაც შეთანხმებებს მოაწეროს ხელი და სახელმწიფოს ინტერესის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას. ამის შესაძლებლობა ოპოზიციას არ აქვს, მაგრამ ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ხომ გვაქვს ჩვენი საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. ამას გამოთქვამ და ვამბობ, თუ კი მოსახლეობაც იგივეს ფიქრობს, ასეთ შემთხვევაში უნდა დაგვეთანხმოთ, რომ მოსახლეობის აზრიც არის გასათვალისწინებელი ყოველივე იმაში, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რუსეთი ეძებს თუ არა დასაყრდენ ძალას საქართველოში, თუნდაც ოპოზიციურ ძალებში? მე ვიცი თქვენ რასაც გულისხმობთ თქვენ შეკითხვაში და პირდაპირ ვაცხადებ. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ხელისუფლება შეიცვალოს რუსული პოლიტიკური ძალების სურვილის შესაბამისად, ან ამერიკული პოლიტიკური ძალების შესაბამისად, ან ევროპის პოლიტიკური ძალების, სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ძალების შესაბამისად. რატომ მოდის რუსეთი თქვენთან დიალოგზე? ჩვენთან დიალოგზე არ მოდის. მე პირდაპირ თქვენ არ გულისხმობთ ამ შემთხვევაში, მე გულისხმობ ზურაბ ნოღაიდელს, ნინო გურჯანიძეს და
საერთოდ რა ინტერესი აქვს ამის? მათაც აქვს თქვენ გჯერათ რომ რუსეთის ქართულ ხალხს ეზურნოს ამ შემთხვევაში? მე ერთი რამის ჯერა რომ დიპლომატიით გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება რუსეთთან ურთიერთობაში, ვიდრე იმ ისტერიკით, რომელიც არის ამ ატეხილი. დიპლომატიაში ძალიან ბევრს ყვარი თხოვს რუსეთის საფასური. რა სიტყავს? ვინ რა მოისმინა, რა სიტყავს? თუ კი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამის რაიმეს მოითხოვს, არ ამგონია რომ ქართველმა ხალხმა ვინმეს აპატიოს რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები ამა თუ იმ პოლიტიკოსმა დათმოს. მე ვფიქრობ რომ ეს იქნება ძალიან ცალსახე. ხა ჩვენს მიმართ ბოდიშვიხტი ბატონლებმა, ჩვენს მიმართ გაიცნო ხა ესეთი ბრალდებები ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მხრიდან, რომელიც ხშირად ახმოვანებს ხოლმე სააკაშვილის პოზიციას და დღეს ჟირინოვსკიმაც იგივე პოზიცია გაიმეორა, შემიძლია მიულოცო ეროვნულ-დემოკრატებს და ნაციონალურ მოძრაობას, როგორც იქნა მიაღწიეს საწადელს ჟირინოვსკისა და მათი პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა დღეს, რომ აი ესენიო კონფედერაციულ აფხაზეთს და იმას ყოფილ სამხრეთი ოსეთის ტერიტორიას აღიარებენო. ეხლა რაღაცა საფუძველი ხო უნდა გქონდეს, როდესაც ამას ლაპარაკობ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის თავიდან ბოლომდე კამპანია, რაც დაგეგმა ხელისუფლებამ ანტირუსული ისტერიის ფონზე. მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო უპრიანია, გონივრულად, ჭკვიანურად ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ და არა იმ კონიუნქტურის შესაბამისად, რომელიც შემოთავაზა სააკაშვილმა. ჩვენს ასაუბროთ ბატონ ლევან. რამეს ვიტყვი, როცა ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ზუიადმა ბრძანა რომ ჩვენ რა ვიცით რა უნდა რუსეთს მე წავიკითხე რაც უნდა. ეს უნდა ისეთი ელიტა პოლიტიკური თბილისში, რომელიც აღიარებს ახალ რეალობას. ახალი რეალობა, ბატონო ზალიკო, ახალი რეალობა რა არის? ბატონმა ლაურმა პირადად ბრძანა დაახლოებით 1 თვის წინ, როცა მას გვერდზე აქედან ბაღავში ეშდა, აქედან კოკოით და თქვა, რომ არანაირი უკანწაღება აღიარების არ მოხდება. ეს იყო ძალიან ცალსახად ნათქვამი და ის რაც ქალბატონმა ნინო ბრძანა, რომ გადავხედავთ, გადმოხედავთ, ჩვენ ნახეთ ესეთი მაგალითი, რაც მოხდა მოლდოვაში, როცა რუსი კომუნისტი გახდა მოლდოვას პრეზიდენტი. 8 წელი მართავდა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ დნესტრისპირეთის პრობლემა მოგვარდებოდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ დაახლოებით ის სიტუაცია, რაც გვაქვს დღეს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. ეს იყო პასპორტიზაცია და ამასინად დაიწყო ლაპარაკი ისკანდერების განთავსებაზე დნესტრისპირეთში. ანუ აქ ყველა პოლიტიკოსი, რომელიც მოსკოვში ჩადის, იმ ილუზიებით იკვებება, რომ იქ ჩასული და ჩამოსული რაღაცა რუსეთი ჯერ ერთი ეძებს ისეთ დასაყრდენს, რომელიც იმ რეალობას შეეგუება, აი რაც ბატონმა ლაურმა ბრძანა, რომელიც არის დღეს შექმნილი ახალი სახელმწიფოების, ეგრეთ წოდებული ახალი სახელმწიფოების წარმოქმნის სახით. ანუ მთავარი მათთვის სწორედ ეს არის და მეორე არის სწორედ ის, რომ როდესაც რუსული ტანკები სოხუმში შევიდნენ და ასე ვთქვათ, ცხინვალში შევიდნენ, იქ ადგილობრივი მოსახლეობის ჩვენ და სამწუხაროდ დიდი ნაწილი მიესალმა ამას. ალბათ მათ სურთ, რომ როცა ისინი ტანკები ჩემულენ თბილისში, გარკვეული პოლიტიკოსების ნაწილი წავიდეს მორალურ კომპრომისზე, ოღონდ კი სააკაშვილი ჩამოაგდოს რუსებმა, ისინი ალბათ შესაძლოა ბატონმა ზუიადმა დღეს ბრძანა, რომ ეს მისთვის მიუღებელია, თუმცა სამწუხაროა არ იყოს არ ყავს ჩემის აზრით პოლიტიკოსები, რომლებიც შესაძლოა ამას მიესალმონ. სამწუხაროდ ჩვენი სწორედ ეს არის, რომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ ნაბან წყალს, ანუ სააკაშვილს არ უნდა გადავაყოლოთ ეს ქვეყანა, იმიტომ რომ ეს რუსის ტანკი აქ რო შემოვა, მერე და მოგიყვან შენ და დაგსვავს და სხვა შორის მე არ ამგონია, რომ რუსეთიდან ჩვენ დემოკრატიის რაიმე ექსპორტი მოვახდინოთ და დაგვიждდეს იმაზე უკეთესი დემოკრატი მართველი ვიდრე არის სააკაშვილი, ეს ხო აბსურდია, იმიტომ რომ სააკაშვილის და პუტინის შედარება თუ რაიმე შეიძლება, ნამდვილად შეიძლება არადემოკრატიულობაში. და ამ შემთხვევაში იქიდან ჩვენ დემოკრატიის ექსპორტს ვერ მივიღებთ ახალ დიქტატურას, უარეს კიდე ვიდრე არის სააკაშვილი და ამიტომ რუსის მიერ დასმული ბატონო ზალიკო, რუსის მიერ მოყვანილი და დასმული ქართველიც იქნება სააკაშვილზე უარესი არადემოკრატი მართველი, ოღონდ იმ პრობლემებით, რომელიც უკვე ახალი რეალობით იქნება შექმნილი, რომლის აღიარებაც ამ მმართველს მოუწევს. ბატონო ზიად და ბატონო ლევან, ძალიან ცოტა დრო გაქვს, დაახლოებით 2 წუთი გაქვს. რამდენია ცოტა დრო? 2 წუთი დაახლოებით, ანუ წუთი გაქვს თითო სტუმარს. ბოლო პასუხს მოვისმენთ თქვენგან. ბატონო ზიად, რუსეთის გააქტიურება და წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში არის თუ არა ამ ორ ფაქტს შორის კავშირი თქვენი? მე ვერავით არ კავშირს ამაში ვერ ხედავ, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინაც ვამბობდით იმას, რასაც ვამბობთ დღეს, მიგვაჩნია რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს საგარეო უსაფრთხოების, უშიშროების და ტერიტორიული მთლიანობის, თუნდაც შენარჩუნების თვალსაზრისით, მომავალი აგრესიების საგან პრევენციის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ ბატონო, ეხლა 1 წუთი მომეცით და ესე იგი ამ 1 წუთსაც
აღარ მალაპარაკებთ და მინდა გითხრათ რომ ძალიან ბევრი საკითხია რომელიც აწუხებს საქართველოს მოსახლეობას დღეს და არის რუსეთზე ბევრი რამ დამოკიდებული ეს შეეხება პირველ რიგში კოდორისა და ახალგორის დევნილებს რომლებიც უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ თავს და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი სახლი არის დაცლილი და ვერ ბრუნდებიან იმიტომ რომ არავითარი გარანტიები დაბრუნების შემთხვევაში არ აქვს არის საკითხები რომელიც შეეხება საჰაერო მიმოსვლის ეკონომიური ურთიერთობის ვიზების საკითხს უამრავი საკითხია რომელიც აწუხებს როგორც საქართველოში მცხოვრებს საქართველოს მოქალაქეებს ასევე რუსეთში მცხოვრებს საქართველოს მოქალაქეებს და მე ვფიქრობ რომ ქართული პოლიტიკის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი საკითხი გახავთ რომ ამ ჩვენ მოქალაქეების ინტერესებიც იყოს თავიდან ბოლომდე გათვალისწინებული ოღონდ არა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე და მე მინდა ერთი დავამატო უბრალოდ ვინაიდან დრო ვხედავ რომ ცოტა არის და აქედან გამომდინარე რომ საქართველოს ღალაძე სამშობლოს ღალაძე და რუსების აგენტობაზე ნუ ილაპარაკებენ ის პერსონები ბოკერიები გაბაშვილები და ასე შემდეგ რომლებიც ბალტინის ტანკზე იყვნენ შემომხტარები და ისე ჩამოაგდეს ზუსტად გამსახურდიას ხელისუფლება ვის და მათ თქმის უფლება უნდა ქონდეთ იმისი, რასაც ლაპარაკობენ. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, არის სახელისუფლებო კამპანიის ნაწილი, ასეთი ცილისამებისა და სიბინძურის ნიაღვარის ატეხვა იმასთან დაკავშირებით. დაუსვით მამამისი და თვითონ როგორ იყვნენ, ესე იგი რუსების მოიმედე ზუსტად გამსახურდიას ჩამოსაგდები. და ბატონ ლევან, თქვენ ხედავთ კავშირს ამ ფაქტ შორის, ეს არის რუსეთის აქტიურობა და არჩევნები საქართველოში. მე პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ რუსებს არ ამგონია რომ უკრაინის მერე ეხლა ერთ თვეში აინტერესებთ რაიმე მოკლევადიანი ასე ვთქვათ წარმატება, იმიტომ რომ 2012 წელს რუსეთში არჩევნები და ეს უკრაინის წარმატება მათთვის წელს ეყოფა და მომავალი წლისთვის ალბათ ხდება ამ ყველაფრის მომზადება, ანუ იმ გარკვეული ელიტის შექმნა, რომელიც შესაძლოა გახდება მერე დასაყრდენი და რომელიც შეიძლება მიესალმოს კიდევაც ძალისმიერი ასე ვთქვათ ცვლილებისა ხელის რეჟიმ ჩეინჯებისა თბილისში. თუმცა მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ბატონმა ზვიადმა კაი რამე გაიხსენა, უბრალოდ მე ბატონი ზვიადის ტექსტებში ხან გარკვეულ აგრესიას და გარკვეულ გულის ტკივილს ხედავ იმის მიმართ რაც რუსეთის მხრიდან მოდის და მეორე მხრივ ნაწილობრივ ხედავ რაღაცა ზედმეტ ლოიალობას, იმიტომ რომ ბატონი ზვიადი წარმოადგენს სწორედ იმ ხელისუფლებას, რომელიც აბსოლუტურად სწორად ბრძანა რუსულ ტანკებზე ამხედრებული ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე წინ მოუძღოდა. მე უბრალოდ მეშინია რომ აი ამ ზედმეტი ლოიალობით ბატონო ზვიად ჩვენ იგივე ჩვენი პასიურობით არ გავხდეთ იმის გამეორების ისტორიული ასე ვთქვათ გამეორების ფაქტის წინაშე. მეტი არაფერი. მე ძალიან მოხარული ვარ იმისა, რომ ბატონმა ზვიადმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა ორი პოზიცია, ეს იყო ოკუპაციასთან დაკავშირებული და ეს იყო ის, რომ მისთვის მიუღებელია რუსული რეჟიმ ჩეინჯები, მაგრამ მისი, ვთქვათ, მეტყველების ფორმა ზედმეტად ლოიალური მეჩვენება რუსეთის მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც შესაძლოა იმ გაბაშვილებითა და იმ სხვების მსგავსად ხვალ გახდნენ ახალი რუსულ ტანკებზე ამხედრებული, ასე ვთქვათ, მოგვევლინონ, რომლებიც აი მონაწილეობას მიიღებენ ახალ გადატრიალებებში. მე ეს იმიტომ გამოხატე, რომ თქვენ ზუსტად ის ადამიანი წარმოადგენთ, რომელიც მე ძალიან შორს ვარ იმის აზრისგან, რომ თქვა რომ თქვენ შევანაძეთ, თქვენ ებრძოდით იმაში რუსეთს. და იმას იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთმა დასვეს. და ამის გამო ციხეში, ამიტომ ეს ლოიალობა თქვენის მხრიდან ჩემთვის ცოტა გასაკვირია და ცოტა მიუღებელი. ნება მომეცით ბატონ ლევან, მე ისე ვიმეტყველო და ესე გამოთქვა ჩემი აზრი, როგორც ამას საჭირო ჩავთვლი, ეს ლოიალობა შეიძლება. სულ ორი სიტყვით ბატონ ლევანს და ორი სიტყვით მოგახსენებთ. ორი სიტყვით მოგახსენებთ, რომ ესე იგი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება ეს არის საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აუცილებლობა და ამ მიმართულებით ყველა გონიერმა პოლიტიკოსმა უნდა გადადგას ნაბიჯი, ვინაიდან ასეთი ისტერიული დაპირისპირების ფონზე საქართველო მოიმკის კიდევ უფრო დიდ უბედურებებს. ამაში ბატონო ზალიკო და დაამთავრე. მე უბრალოდ არა დებატების არ ვამბობ, ზოგადად ვამბობ, რომ მე უბრალოდ ფსიქოლოგიაში არის ესეთი ცნება, ეს არის შეყვარება, ანუ რაღაცა გრძნობების გაჩენა მოძალადის მიმართ, რომელიც მძევლს ხანდახან უჩნდება ხოლმე, უბრალოდ მეშინია რომ ეს განწყობა არის სწორედ აი ამ ძევლის ინსტინქტის შედეგი, როდესაც მოძალადე უნდა დანებდე, შეგიყვარდეს და ამით მოახდინოს საკუთარი კაპიტულაცია. ფრაზას, რომელიც მან საპარლამენტო გამოსვლის დროს ახსენა და მე მინდა ვთქვა ბატონო ზაალ, რომ სააკაშვილს ჰქონდა ვაჟკაცობის გამოჩენის შესაძლებლობა, როცა რუსები აქ ჯარით იყვნენ შემოსული და მაშინ მან ვაჟკაცობის გამოჩენის ნაცვლად სამარცხვინო სურათები და სამარცხვინო გაქცევები გვაჩვენა. ასე რომ იმასთან დაკავშირებით
ეხა რომ მოძალადე შეგვიყვარდეს ასე მე მინდა გამოვიჩინოთ ელემენტარული გონიერება და ნუ ავყვებით სააკაშვილის კონიუნქტურას, რომელსაც ქვეყანა მიყავს. მადლობა. ჩვენი სტუმრები იყვნენ რიად ძიძიგური და ლეონე ფხაზე. მადლობთ. ჩვენ პირდაპირ ეთერში გიორგი გაბაშვილთან ერთად დავბრუნდებით დროებით. და გამოხმაურება მოყვა ბურჯანაძე პუტინის შეხვედრას თბილისში და როგორ აფასებს მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებს მმართველი გუნდი. გიორგი გაბაშვილი არჩევანში. არჩევანი პირდაპირ ეთერში ბრუნდება და ახლა ჩვენ შეკითხვებს უმრავლესობიდან გიორგი გაბაშვილი უპასუხებს. საღამოშობისა ბატონო გიორგი, მადლობთ რომ მობრძანდით. ბატონო გიორგი, დღეს ჩვენ ძალიან ბევრი კომენტარები და შეფასებები მოვისმინეთ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით. და თავად ნინო ბურჯანაძესაც უსმინეთ და მისი კომენტარიც მოვისმინეთ ალბათ. ბატონო გიორგი, რას ნიშნავს პუტინისგან ის ჟესტი, რომ ის რიგრიგობით იღებს ქართული ოპოზიციის ლიდერებს კრემლში? ეს ნამდვილად ძალიან საცოდავი სანახაობა იყო, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, რომ ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ჩვენს ამორჩეველზე რაღაც გავლენა ქონდეს, სინამდვილეში კი არ აქვს, მაგრამ ამის პრეტენზია აქვს. ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო, 20 წუთის განმავლობაში საქართველოს ტელევიზიის ეთერში ვერ ამბობს სიტყვებს, რომ რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი. ვერ ამბობს სიტყვებს, რომ პუტინი არის ოკუპანტი. ეს არის ისეთი სტადია უკვე საკუთარი თავის დამცირებისა და საკუთარი ტელემაყურებლის თუ მთლიანად მოქალაქეების დამცირებისა, რომლის უფრო შორს თქვათ წარმოდგენა არის აბსოლუტურად შეუძლებელი. ბატონი პუტინის პოლიტიკა და ბატონის პუტინის ამოცანა არის აბსოლუტურად ნათელი, ასეთი იყო ამოცანა და პოლიტიკა ყოველთვის ყველა ოკუპანტის. ამაში არაფერი ახალი არ არის. ოკუპანტი ყოველთვის ამბობს, რომ მე კი არ ვებძვი ქვეყანას, მე კი არ ვებძვი ამ ქვეყნის ხალხს. მე ვებძვი მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლებას. ჰიტლერიც ამბობდა, მე არ ვებძვი ჩეხოსლოვაკიას, მე ვებძვი ბენეშს. სტალინი ამბობდა, მე არ ვებძვი ფინეთს, მე ვებძვი მანერჰეიმს. ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს ჩეხოსლოვაკიისა, ვებძვით დუბჩეკს. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყოველთვის ოკუპანტის ლოგიკა არის ერთნაირი, მე არ ვერჩი ხალხს, ვერჩი ხელისუფლებას და ამავე დროს იმ ხალხში, იმ პოლიტიკურ წრეებში მე მყავს დასაყრდენი. და ეს დასაყრდენი ყოველთვის იყო სამარცხვინო. იმ ქვეყნის ისტორიაში ყოველთვის ეს დასაყრდენი ითვლებოდა და ხდებოდა სამარცხვინოდ. ასე იყო საქართველოში, რომ დასაყრდენი მოიძებნა საქართველოში. და იმისთვის კეთდება ამათი мотиваცია, ვინც იქ ჩადის და მართლაც თავის თავზე იღებს ქართველების სისხლში გასული ჩექმების ალოკვას, მართლა როგორც პრეზიდენტმა თქვა, ამათი мотиваცია არის სიგნალის მიცემა პუტინისთვის, რომ თუ კიდევ რუსული ტანკები მოვლენ თბილისთან, როგორც თქვენ თქვით, მართლაც ყვავილებით დახვდებიან შემოსასვლელში, აგულიანებენ მას, ასე ვთქვათ, შემდგომი აგრესიული ქმედებებისთვის და გონიათ, რომ ეს მათი ხელისუფლებისთვის ბრძოლაში არის ყველაზე მკაფიო და ყველაზე მყარი დასაყრდენი. ეს ერთი мотиваცია, ბატონი პუტინის мотиваცია, ის რაც არის ყოველთვის ყველა ოკუპანტის мотиваცია, სწორედ ამის ჩვენება, ამის დემონსტრირება, რომ აი მას ძალიან უყვარს ქართველი ხალხი, ის არის კეთილგანწყობილი საქართველოს მისამართით, ამ სიკეთის გამოხატულებით ბომბავდა ქართულ სოფლებს და ქართულ ქალაქებს, ამ სიყვარულის გამოხატულებით დაგვიხოცა ასობით ადამიანი და ამ სიყვარულის გამოხატულებით არის ბრძანების გამცემი მართლაც ასობით ქართული ახალგაზრდა ოპოზიციის ნაწილი ნორმალურად აღიქვავს ის იმ ფაქტს, რომ დაუშვათ ქართული ოპოზიციის ლიდერები მიდიან მოსკოვში. ოპოზიციის მეორე ნაწილი პრაქტიკულად ისეთივე შეფასებებს აკეთებს, როგორცაც ხელისუფლება. დადგა დრო, როდესაც უკვე ღიად ხდება დეკლარირება, რომელია პრორუსული ძალა და რომელი პროდასავლური საქართველოში. ზნეობის და უზნეობის ხაზი არ გადის ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის და ეს ძალიან კარგია. მხოლოდ ხელისუფლების მომხრეები არ არიან ისინი, ვისაც ცხვენია ნოღაიდელის და ბურჯანაძეს ყურება, ცხვენია პუტინთან, რომელიც სუფრის თავში ზის, თავჩაგენდრული ნოღაიდელი, რომელიც იძახის სპასიბო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ და ცხვენია ბურჯანაძეს ყურება, რომელიც 20 წუთის განმავლობაში ვერ არქმევს პუტინს ოკუპანტს. ეს მარტო ხელისუფლების მომხრეები არ არიან, ეს არის ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი, აბსოლუტური უდიდესი ნაწილი. ეს არიან უმცირესი ნაწილი მართლაც გაკოტრებული პოლიტიკური ავანტურისტებისა, რომლებიც ეძებენ ამ დასაყრდენს და სახიფათო აქ მხოლოდ ის არის, რომ ესენი ახდენენ ლეგიტიმაციას აი ამ დავისა. შეიძლება თუ არა შენი ქვეყნის ოკუპანტთან მიხვიდე, შენი ქვეყნის დამპყრობელთან მიხვიდე და შენი ქვეყნის დამპყრობელს ელაქუცო. ასეთი ლაქუცი სამარცხვინო იყო ყოველთვის, ესეთი ლაქუცი სამარცხვინო იყო საქართველოში, როცა ამას ორჟონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები და სხვები აკეთებდნენ. ასეთი ლაქუცი სამარცხვინო იყო საფრანგეთში, როცა მარშალი პეტენი აკეთებდა ამას, როცა ოსვალდ მოსლი აკეთებდა ჩერჩილის დროს და ბრიტანეთში ჰაიდ პარკში მიტინგებს მართავდა ნაცისტების მხარდასაჭერად. კოლაბორაციონისტებად ითვლებოდნენ ევროპაში ყველა ეს ადამიანები, ვინც ამბობდნენ, აი ეს ზუსტად რასაც ბურჯანაძე ამბობს, რომ
რაიხი ძლიერია, რაიხი დიდია, ის უფრო ძლიერია, როგორ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა, დავნებდეთ, დაუყავოთ, მოვეფეროთ. ეს ადამიანები დარჩენ სამარცხვინო ლაქად ევროპის ისტორიაში. ასეთი ადამიანები არიან სამარცხვინოები საქართველოშიც, ასე რომ აქ არანაირი შეკითხვა რას აკეთებენ ეს ადამიანები, არანაირი შეკითხვა არ არის. ეს არის პირდაპირი ღალატი საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა, პირდაპირი ღალატი, ეს არის კოლაბორაციონიზმი ქვეყნის მტერთან, ეს არის ელემენტარული სირცხვილი და ამ სირცხვილს ეს ადამიანები ახლა როგორი რიტორიკითაც არ უნდა მოინდომონ ახლა ამის გაფორმება, ამ სირცხვილს ვერანაირად ვერ მოიშორებენ, ვერანაირად ვერ აირიდებენ. საბედნიეროდ ბუნებრივი ამაზრზე არ არის არც ხელისუფლება და არც უმეტესი ოპოზიციური ძალა. ახლა ჩვენ საუბრობთ იმ ადამიანებს, რომლებიც სულ რაღაც 2-3 წლის წინ იყვნენ ხელისუფლების უმაღლეს აშეულნებში, იღებდნენ, მართავდნენ საქართველოს და იყვნენ მეორე და მესამე პირები ამ ხელისუფლებას. თქმა უნდა, ღალატი სწორედ ამას ქვია. უმრავლესობა თუ იღებს თავისწინ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც რომ დღეს ეს ხალხი პირისპირ ხედა პუტინთან. არა, უმრავლესობა ამ პასუხისმგებლობას არ აიღებს და ვერ აიღებს, იმიტომ რომ ეს არის ამ ადამიანების ცნობილი არჩევანი. წეგან ვახსენე მარშალი პეტენი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გმირი იყო საფრანგეთის სუნთლად. და იყო ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფრანგი გენერალი, მაგრამ ის რაღაც მომენტში გახდა კოლაბორაციონისტი, რაღაც მომენტში ხელისუფლების სიყვარულმა, ავანტიურიზმმა, რაღაც დამფრთხალობამ აქცია ერთ-ერთ მონად და ვიშის რეჟიმის ხელმძღვანელად, რომელიც იყო კოლაბორაციონისტი ჰიტლერთან. ეს ადამიანები, როცა იყვნენ საქართველოს ხელისუფლებაში, თავის თვალით ძალიან კარგად ხედავდნენ, რას აკეთებს პუტინი. თავის თვალით ხედავდნენ პასპორტიზაციას, თავის თვალით ხედავდნენ უკანონო ბაზების მშენებლობას, თავის თვალით ხედავდნენ დესანტნიკების შემოყვანას საქართველოში, თავის თვალით ხედავდნენ, რომ ჩვენ მზად ვიყავით შტაინმაიერის დოკუმენტზეც გველაპარაკა, ბოდენის დოკუმენტზეც გველაპარაკა, 6 საკუთარი ინიციატივა ჰქონდა სამშვიდობო. ყოველთვის მზად ვიყავით რუსეთთან ნორმალური ურთიერთობისა, მაგრამ ისინი ხედავდნენ სწორედ, რომ ამის პასუხად მოდის ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან, ამის პასუხად მოდის ენერგეტიკული ემბარგო, ამის პასუხად მოდის ქართული პროდუქტებისთვის გზის ჩაკეტვა. ეს არის ავანტყოფი ადამიანი, რომელსაც აქვს განზრახული საბჭოთა კავშირის გავლენის აღდგენა, რომელიც ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა მე-20 საუკუნეში და რომელიც ჩეკისტებს დღესაც თვლის გმირებად. ხა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების სათავეში არის ადამიანი, რომელსაც ჩეკისტები მიაშნია დამნაშავეებად, ხოლო საბჭოთა კავშირის დანგრევა მილიონობით ადამიანისთვის თავისუფლების მომენტად. ეხლა ამ ორი პოზიციის შეთანხმება და ამ ორი პოზიციის მეგობრობა რო არ გამოვა, ეს ყველას ძალიან კარგად ისმის, მაგრამ ჩვენი ამოცანა იყო ყოველთვის აი ასეთი აგრესიული რუსეთის შეკავება. არ ამასთან კონფრონტაცია, შეკავება ჩვენ მოკავშირეებთან და მეგობრებთან დაახლოვება და მათი შეკავება. ეხლა ამ ადამიანის აგრესია, გაძლიერებული ყოველი ნაბიჯით, ენერგეტიკული ემბარგო, ეკონომიკური ემბარგო და ბოლოს სამხედრო თავდასხმა საქართველოს, რომელიც ამ ორმა მართლა მოღალატემ ძალიან კარგად იციან, როგორ მზადდებოდა ეტაპ-ეტაპ სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნით. თავის გენერლების აქ დანიშნით და ჩამოყვანით, დესანტნიკების შემოყვანით და მართლა კადრულობენ, რომ გაიმეორონ აბსოლუტურად რუსული ვერსია, აბსოლუტურად აი რუსული სტანდარტი, რომელსაც ნებისმიერი რუსი დიპლომატი იმეორებს ევროსაბჭოში, ეუთოში და სხვაგან. რომ ეს არის თურმე ეთნიკური კონფლიქტი, ქალბატონ ნინოს ეხა გაახსენდა, თურმე რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვნახოთ საერთო ენა აფხაზებთან. საერთო ენის გამონახვა აფხაზებთან არანაირი პრობლემა არ არის. აქაც ისტორიას გავიხსენებ. იყო ასეთი ლიდერი, სუდეტელი ჩეხებისა, სუდეტელი გერმანელებისა, უბრალოდ ჰენრიხ ჰენლაინი. რომელმაც უპატაკა ჰიტლერს, რომ მივაღწია ბენეშთანო შეთანხმებასო ვიცე-პრეზიდენტის პოსტს მაძლევენო, ყველა სუდეტელი გერმანელი მხოლოდ სუდეტებში იმსახურებსო და გადასახადები სუდეტებში დარჩებაო. პასუხი ჰიტლერისგან მიიღო ასეთი: შეიდიოტო, შენი ფუნქცია ის კი არ არის, რომ შეთანხმებას მიაღწიო ბენეშთან. შენი ფუნქცია რომ ვერასოდეს ვერ შეუთანხმდე ბენეშს, იმისათვის რომ მე შევიჭრა შემდგომ და დავამონო მთელი ჩეხოსლოვაკია. ეს ლოგიკა არ შეცვლა. ეს ლოგიკა დღესაც იგივეა ოკუპანტის, მან უნდა ჯერ ჩამოგაჭრას ერთი მიწა, უნდა გააჩინოს შენ ქვეყანაში კოლაბორაციონისტები. მე ვისა ვითებას მივუბრუნდე, რადგან საუბრობთ ნინო ბურჯანიძე და ზურაბ ნოღაიდელზე. რა გარანტიები აქვს ეს ხელისუფლებას, რომ დაუშვათ კიდევ სხვა ქვეყნის უმაღლესი ეშელონებიდან არ წავა კრემლში პუტინთან სასაუბრო? იცი და უკაცრავად, ახლა ადამიანი არის ჩვენი გუნდის წევრი და ჩვენი თანამოაზრე, ის სანამ ის არის ჩვენი თანამოაზრე. ჩვენ ესეთ საკითხებში მერყეობა არ გვახასიათებს. თუ ადამიანი კერძო და პირადი ამბიციებით ჩვენი გუნდიდან წავა და შემდგომ იმდენად დაახჩობს ეს ამბიცია და ეს ბოღმა, რომ კრემლის ვარსკვლავის ფონზე დამიждდება ეგ და მელაპარაკება, როგორ ზუსტად ესმის პუტინს ქართველი ხალხის გულის ტკივილი და როგორ სურს მას გამოასწოროს ეს ვითარება, როცა ამდენად დაიმცირებს თავის თავს, რომ ხო შეიძლება კარგი იქ, როცა კაბინეტში ეჯეკი, დაგამონეს, დავინახეთ, თავი ჩახარე,
საქართველოს ტელევიზიის არხში 20 წუთის განმავლობაში წამყვანი გაზით გძალავდეს სიტყვებს, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთმა ეთნიკური წმენდა განახორციელა ჩვენ ქვეყანაში, რუსეთმა ატომით მოქალაქე დაგვიხოცა. რომ ეს არ არის 3 საუკუნის წინანდელი ოსმალეთის ოკუპაცია და კიდევ უფრო მეტი წლის წინანდელი ირანის შახაბაზის ოკუპაცია. დღევანდელ შახაბასთან, დღევანდელ მურვანყრუსთან, დღევანდელ ახამ აღმათხანთან ზიხარ, დღევანდელ ეუბნების პასევოვან ბალშოე, დღევანდელთან გინდა კოლაბორაცია და დღევანდელის ვერსიას იმეორებ, დღევანდელის პოლიტიკას ამაგრებ იმითი, რომ მას ხვალიდან ააკუფლება თქვას, რომ რა გინდათ. მე სააკაშვილთან მაქვს პრობლემა, მე საქართველოსთან რა პრობლემა მაქვს. ჩვენ აცხადებთ, რომ დღეს ოკუპანტებთან აი ესე პირდაპირ დიალოგი მიუღებელია. და პარალელურად საქართველოს ხელისუფლება ზემოლარს გამშვებ პუნქტს ხსნის. ეს ყველა ძალიან კარგად ისმის, რომ მიგაჩნიათ, რომ მიმოსვლის დღეს ოკუპანტ ქვეყანასთან არის მისაღები. არანაირ კავშირში ეს ორი საკითხი ერთმანეთთან არ არის და ეხლა ვეკითხოთ რატომ. ეს არის სრული დემაგოგია, საპირწონე ბრალდებად გამოგონილი დემაგოგია და ქრისტიან დემოკრატებს ნამდვილად ზუსტად იციან, რაშიც არის საქმე, თუ უშიშროების საბჭოს გაფორმებულ ფორმატებსაც ესწრებოდნენ, მაგრამ სიტყვის მასალად როგორც ჩანს კადრულობენ და ართაკილობენ ამ თემების რაღაცნაირად ერთ კონტექსტში ხსენებას. არც ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტი საქართველოსი, რომელსაც აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, არ არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა. თუ იქ დგას ქართველი მესაზღვრე, თუ იქ დგას ქართველი მებაჟე, არანაირი ტვირთბრუნვისთვის გზის გახსნა ჩვენი პრობლემა არ არის. ჩვენი პრობლემა არის როკის პუნქტი, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და რომელსაც ოკუპანტები აკონტროლებენ და ფსოვ. თუ საზღვარს აკონტროლებს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი სამსახურები, რომელმაც ზუსტად იცის ვის მიცეს ვიზა და შემოუშვას და ვის არ მიცეს და არ შემოუშვას, თუ იქ არის ოფიციალური ლეგალური კონტროლი საქართველოსი, არანაირი არგუმენტი ჩვენ რომ იგივე სომხეთს შეუშალოთ ხელი და თვითმბრუნვა კონდეს რუსეთთან ჩვენი გზის გავლით, არანაირი ამის мотиваცია არ აქვს. ეს არის სწორედ პუტინის თამაში, რომელიც ცდილობს რომ და ცდილობდა საერთაშორისო ასპარეზზე ყველა დაეწუნებინა, რომ აი ნახეთ საქართველოს როგორი არაკონსტრუქციული ხელისუფლება ყავს. სომხეთსაც კი უკეტავს გზას რუსეთთან პირდაპირ კავშირისა, მაშინ როცა სომხეთთან არანაირი პრობლემები არ აქვს. უკაცრავად და ჩვენ არ დაგვიხურავს ლარსე საბაჟო. ჩვენ არ გაგვეუქმებია რუსული პროდუქტები საქართველოს შემოტანის ნებართვა არასოდეს და დღესაც მიბრძანდით სუპერმარკეტებში და ნახავთ რუსულ პროდუქტებს. ჩვენ დეპორტაცია არ მოგვიხდენია რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან. ჩვენ ველურები არა ვართ. ველურები არიან ისინი, რომელიც ატარებენ ეთნიკურ წმენდას, რომელიც ჩვეულებრივი ტვირთებისთვის კეტავენ გზებს, რომელიც ჩვეულებრივ პროდუქტებს და ბორჯომს და ღვინოს დევნიან თავის ბაზრიდან, ჩვენ არა ვართ ველური მეთოდების მომხრე, მაგრამ ჩვენ არასოდეს არ ვიკადრებთ იმას, რომ ტერი, რომელიც შემოდის ჩვენ ტერიტორიაზე, შემოიჭრება სამხედრო ძალით და 180 მმ-იანი გაუბიცებით დაგვინგრებს ავნეს, ნულს, თამარაშენს და სხვა სოფლებს, იმას არ გავცეთ პასუხი. ადეკვატური პასუხი, სანამ ჩვენ საერთაშორისო ჩვენი მოკავშირეების რაღაცა ფარი არ დაგვიცავს. და შემდგომ მტერთან მისვლა, მტერთან კოლაბორაცია, მტერთან გაწოლა და მისთვის მადლობების ხდა იმისთვის, რომ ის როგორი დაინტერესებული ყოფილა საქართველოს შიდა პოლიტიკით, ეს არის სამარცხვინო, ეს არ არის არაფერი იმის გარდა, რაც არის საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების პოზიციები არის რადიკალურად სხვადასხვა პოლუსზე და ამის დაახლოება არ ხდება. თქვენ რა შეხედავთ გამოსავალს? როგორ შეიძლება რომ რუსეთთან რაღაცა დონით დაიწყოს მოლაპარაკებები სახელმწიფო დონეზე? თუნდაც დეოკუპაციისთვის ქვეყანას. საქართველოს და რუსეთს შორის მოლაპარაკებები იქნება საერთაშორისო მედიაციით, მხოლოდ ამ შემთხვევაში ტექნიკურ საკითხებზე შვეიცარიის მედიაციით, პოლიტიკურ საკითხებზე ეს საუბარი მიმდინარეობს ჟენევაში, ამერიკის შეერთებული შტატების, გაეროს და ეუთოს თანდასწრებით. ეს არის ის ფორმატი, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ რუსეთთან, სანამ რუსეთი იყო უშედეგო პრაქტიკულად ჟენევის მოლაპარაკებების. უკაცრავად, ყველა რაუნდი იყო უშედეგო 90-იანი წლებიდან დაწყებული, მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიპყრო აფხაზეთი, დაიპყრო სამხრეთ ოსეთი და ხელშეკრულებებიც გააფორმა, საქართველოს ძალიან ბევრი რამე დათმო რუსეთის წინაშე, ფაქტობრივად ძალოვანი ბლოკიც გადააბარა ერთ პერიოდში, 25 წლიან ბაზების ხელშეკრულებაზე ხელი მოუწერა, ყველაფერი დაუთმო, მაგრამ ვერაფერი ვერ მიიღო. მუდმივად ეს მოლაპარაკება იყო უშედეგო. და ქალბატონი ბურჯანაძე და ბატონი ნოღაიდელი დღეს ნაცრას რო გვაყრიან თვალებში და ბატონი ძიძიგური, რომელიც ასევე მთლიანად დაცლდა ნამუსისგან, თვალებში რო ნაცრას გვაყრიან, რომ რუსეთთან თურმე კეთილი საუბარია მხოლოდ საჭირო. თვლიან რომ რა დაგვავიწყდა ეხა ჩვენი ქვეყნის ბოლო 20 წლის ისტორია მართლა დაგვავიწყდა? რომ 300,000 ლტოლვილი თქვენ თქმის არ იყოს მართლაც გამოყრილია თავის სახლებიდან. ბოლოს კიდე ახალი ნაკადი ლტოლვილებისა მიუხედავად იმისა, ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში. მიუხედავად იმისა, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი. რომ ეს არის ქვეყანა, რომლის ინტერესებში, რომლის ხელისუფლების ინტერესებში არ შედის
ერთიანი სუვერენული საქართველო. ამას საქართველოს უნდა გაუძლოს, სანამ ქვეყანაში არ შეიცვლება შიგნით კონიუნქტურა და შეაკავოს რუსეთი მხოლოდ საერთაშორისო დახმარებით, მხოლოდ საერთაშორისო ფარით, საკუთარი ერთიანობით და საკუთარი ფეხზე დგომით. ამას ალტერნატივა არ აქვს და კიდევ ერთ ნაცვლად შეგვაყრეს თვალებში ბატონი ძიზიგური, ბოლომდე მართლა ნამუსისგან დაცლილი, რომ თურმე დღეს საქართველოს მოსახლეობის ხარდაჭერა არ აქვს ნატოსთან და ევროპასთან ინტეგრაციაზე, თურმე ძალიან შეცვლილა ვითარება და მთელი საქართველოს ბურჯანაძესავით და ნუღაისძილისავით მონობის ხასიათზე დამდგარა და მასსავით. არ დამდგარა საქართველოს მონობის ხასიათზე, დღესაც აბსოლუტური უმრავლესობა აქვს. ნორმალურ განვითარებას საქართველოსაც, ევროპულ განვითარებას დასავლურ განვითარებას. რამდენად შეიძლება გამოიკვეთოს რუსული ინტერესები მაისის არჩევნებისთვის? რუსეთს არანაირი კონკრეტული ინტერესები რაღაც მაისის არჩევნების და ასე შემდეგ არ აქვს. რუსეთს აქვს ორი სცენარი, ორი ინტერესი. ერთი არის სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში, მეორე პირდაპირ სამხედრო შემოჭრა. სხვა ვერაფრით ზუსტად იციან, რომ საქართველოს ვერ დააჩოქებენ, ვერ დაამონებენ და წელში ვერ გადაწყენ. თუმცა რუსეთს გეშტა როგორც ერთი სცენარი, ასევე მეორე არის აბსოლუტურად არაერთი. ეს რაღაც საცხადებს ახალი ომის შემთხვევაში პირველზე გაცილებით უარესი შედეგი დაუდგება საქართველოს. თქვენ თუ ხედავს რეალურ საფრთხეს, რომ ისევ სამხედრო კონფრონტაცია მოხდეს ორ ქვეყანას შორის? როგორი ყვავილებითაც არ უნდა ჩაბრძანდნენ ბურჯანაძეები, ნოღაიდელები, ძიძიგურები და სხვები საქართველოს მოსახლეობის მკვლელთან სტუმრად და სალაკუცოდ, როგორც არ უნდა მოიწვიონ. რუსეთს არ ეყოფა რესურსი და ძალა, რომ ასეთი მეორე მასშტაბის ინტერვენცია, არამოტივირებული ინტერვენცია განახორციელოს საქართველოს წინააღმდეგ. მე შეგახსენებთ შარშანდელ სიტუაციას, როცა ისევ დაიწყო სწავლებები კავკასთვეტიშიძევიც 40,000-მდე სამხედრო ისევ მოაყენეს ჩვენ საზღვარს, მაგრამ ძალიან მკაფიო გაფრთხილება ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან მოსკოვში და ძალიან მკაფიო პოზიცია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში აღმოჩნდა საკმარისი, რომ რუსეთმა თავი შეიკავოს. რუსეთი არ არის ერთადერთი მოთამაშე ამ პლანეტაზე. ის არ არის არც ყველაზე ძლიერი მოთამაშე ამ პლანეტაზე. ის არ არის არც ყველაზე მდიდარი მოთამაშე ამ პლანეტაზე და მით უმეტეს მან იცის ზუსტად რომ ცივილიზებულ სამყაროს თავზე ვერ გადაუვლის. კი, შეიძლება რაღაცა წაგულიჯოს, შეიძლება ძალიან გვატკინოს, შეიძლება ტერიტორიები დროებით მიიტაცოს, მაგრამ მე მართლა შეურაცხყოფას მაყენებს გამოთქმა დაკარგული ტერიტორიები. არაფერი დაკარგული არ არის. საქართველოს ბევრჯერ ქონია დროებით მიტაცებული ტერიტორია, ყველა კუთხე კახეთის ყოფილა მიტაცებული, აფხაზეთის ყოფილა მიტაცებული, აქამდე ოსეთის, გურიას, ყველაფერი. საქართველოს თავის ერთიანობის, თავის პატრიოტების წყალობით ყოველთვის ფეხზე დგებოდა. ყოველთვის იყვნენ მაზნიაშვილები, ყოველთვის იყვნენ კვინიტაძეები, ყოველთვის იყვნენ ერეკლე მეორები და ყოველთვის იყვნენ სამწუხაროდ ორჯონიკიძეები და მახარაძეები. უბრალოდ ამ ვაჟბატონებს აქ რო გეждდათ ზვია ძიზიგური და ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი თვითონ აქ თავის პირადი არჩევანი გასაკეთებელი. ვინ იქნებიან? ორჯონიკიძეები თუ მაზნიაშვილები? და ყველა ფაქტორს ზვია ძიზიგურმა თქვენზე თქვა ფრაზა შეგახსენეთ. ამ უსიძისობას კომენტარს არ გავუკეთებ. ზვია ძიზიგურმა ძალიან კარგად იცის, რომ მე ვიყავი ჩვეულებრივი ოპონენტი გამსახურდია ხელისუფლების და არც თუ მნიშვნელოვანი ოპონენტი, იმიტომ რომ ვიყავი 16 წლის მაშინ, 16-17 წლის სტუდენტი. რაღაცები არ მომწონდა და ვაკრიტიკებდი. ის რომ ეს ჩვენი განწყობა ოპოზიციური რუსეთმა გამოიყენა ძალიან კარგად ვიცი და ეს იყო ჩვენი საზოგადოების გამოუცდელობა. მაშინდელი ოპოზიციის ძალიან არასწორი ქმედება, რომ ძალიან კაფიოდ არ გაემიჯნენ შეიარაღებულ დაპირისპირებას მაშინ და კიტოვანს და ამ სცენარს და ბეპაევების და ზაკავკასკი-ვაინი ოკრუგის საქართველოში მუშაობას. ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ მეორე მხარესაც ძალიან მუშაობდნენ აქტიურად ხელისუფლების მხარეს და საბოლოო ჯამში მოახერხეს, რომ ქართველებს ააღებინეს ხელში იარაღი და ერთმანეთს ასრულეს. ესეც რუსებმა გააკეთეს და ზვია ძიზიგური განსხვავებით არასოდეს არც მე და არც ერთი ჩემი ოძახისწულს ხელში იარაღი არ მჭერია და ქართველისთვის იარაღი არ მიმშვერია. არასოდეს. ეს ძალიან კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ქართველების სისხლზე გამეტება თავის მხარეს მოიკითხოს და არა ჩემ მხარეს. დღეს არსებობს მსგავსი საფრთხე საქართველოში. მსგავსი საფრთხე საქართველოში არ არსებობს, იმიტომ რომ მაშინ იყო ძალიან ადღაბნილი სიტუაცია. მაშინ იყო ესეთი ილუზია, რომ აი ეროვნული მოძრაობა ორად გაიყო, ერთ მხარეს ეროვნული მოძრაობა, მეორე მხარესაც ეროვნული მოძრაობა, რაც სინამდვილეში საბოლოო ჯამში ბურბულისების და ბეპაევების და მათი გეგმა აღმოჩნდა მთლიანად, რაც არავისთვის საამაყო არ არის, არც ჩემთვის, რომელიც მაშინ სტუდენტი ვიყავი, ნამდვილად არ არის საამაყო, რომ ეს სცენარი საქართველოში დატრიალდა და არ ამგონია იმდროინდელი ხელისუფლებისთვის იყო საამაყო. მაგრამ დღეს ყველაფერი ძალიან ნათელია. ამაზე ნათელი სიტუაცია აღარ არსებობს. დღეს არის პუტინი თავის ჩეკისტური მანიაკალური სურვილით აღადგინოს საბჭოთა გავლენა, არის ქვეყანა, რომელიც მას წინააღმდეგობას უწევს, არის ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყნის ხალხის ნებას გამოხატავს და არის ოპოზიციური პარტიები, რომელიც ასევე ნებას გამოხატავენ ამ ქვეყნის ხალხისა და არიან ჩვეულებრივი მოღალატეები, რომელიც ზათ არიან ამ ტერს ეთანამშრომლობენ. არაფერი სხვა აქ არ ხდება, მაგრამ ისიც გავიხსენოთ. ქალბატონი ბურჯანაძე საუბრობდა, რომ აი ერთი წლის წინაც რაღაც მაბრალებს უკაცრავად და პირიქით ყველაფერი გაირკვა, რომ რასაც ვაბრალებდით, კი არ ვაბრალებდით. ძალიან ზუსტად ვიცოდით და ის ადამიანები, ვინც იარაღს ყიდულობდნენ კონკრეტულად თავის ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლოდ, დაკავებულებიც არიან და პასუხიც მოეთხოვებათ ნამდვილად და ყველას მოეთხოვება პასუხი. ეხლა ბურჯანაძეს აქ
იმის თავისუფლება ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, რომ თავის სამარცხვინო პოზაში ჩაიყენოს და პოლიტიკურ მორალური თვალსაზრისით ღალატი ჩაიდინოს. მაგრამ თუ ეს მორალურ პოლიტიკური ღალატი გადაეზარდათ კონკრეტულ ქმედებებში თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ეხლა ჩვენ უკაცრავად აქ არ ვაპირებთ 21 წლის შესტოვების განმეორებას და არ ვაპირებთ მერე შემდეგი 70 წელი ქართველი პატრიოტების ემიგრაციაში გროვებას. ამ ქვეყანას დაიცავენ ქართველები, ამ ქვეყანას დაიცავს ამ ქვეყნის მოქალაქეები, ამ ქვეყანას ეკრება ძალიან ძლიერი ზურგი თავის მოკავშირეების და არაფერი ის, რასაც პუტინი და რუსეთი გეგმავს, სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, რომ რეალობა არ არის. მშვენივრად იციან, რომ ამ ქვეყანას თავს ვერ დაესხმებიან. მშვენივრად იციან, რომ სამოქალაქო ომს აქ არ გააღვივებენ, იმიტომ რომ ბურჯანაძის, ნოღაიდელის და ძიძიგურის და ეგეთების ერთობლივი გავლენა ქართულ პოლიტიკაზე 9%-ს არ აღემატება. ეს არის უბრალოდ მორალური შეურაცხყოფა ჩვენი ხალხისა, ჩვენი ქვეყნისა, ეს არის მისი მანიაკალური ამბიციის დაკმაყოფილება, რომ ეს სუფრის თავში იჯდეს და თავჩაქიდრული ყოფილი საქართველოს პრემიერი გვერდში იჯდეს. ამის გარდა ეს არაფერი არ არის. ეს არის ზუსტად, რასაც ჩვენ გეუბნებოდით წლების და თვეების განმავლობაში, რომ საქართველოში სამწუხაროდ არიან ძალები, რომლებიც ფარულად თანამშრომლობენ რუსეთთან. არაფერი გარდა იმისა არ მოხდა, რომ ეს ფარული თანამშრომლობა გახდა ძალიან ღია. ეხლა ყველა პოლიტიკურ ძალას აქ არჩევს. რატომ გახდა ეს ყველაფერი ღია? ყოველთვის იყო საუბარი, რომ ფარულად თანამშრომლობენ რუსეთთან ქართული პოლიტიკური ძალები. რატომ გახდა დღეს ეს ყველაფერი ღია? ეს არიან დავასრულოთ ბატონო გიორგი. ეს არიან ხელმოცარული ძალები. ისინი ხელმოცარულები იყვნენ მაშინაც, როცა ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ძალიან რთული პერიოდი მოდის საქართველოსთვის. მოდის კოსოვოს აღიარების პერიოდი. მოდის ძალიან დიდი აგრესიების პერიოდი. არ არის ახლა შიდა დაპირისპირება. პარტიული კიკლაობის დრო არ არის. არ არის 20-იანი წლები, რომ ახლა მე ჩვენ მართლა 70 წელი ვარკვევთ, ფედერალისტები იყვნენ, მართლები, სოციალ-დემოკრატები და ეროვნულ-დემოკრატები. დავდგეთ ერთად რაღაცის გარშემო. არა, შიდა არეულობა და შიდა დაპირისპირება მაინც მოხდა. ომის დროს, ომის შემდეგ, ეხლა უკაცრავად ომი დამთავრებული არ იყო, რომ ესენი მოეფინენ საერთაშორისო პრესას და ერთ-ერთში დაიწყეს იმ ვერსიების გამეორება, რასაც ბატონი ლავროვი ამტკიცებდა. ერთ-ერთში იმეორებენ და იმეორებდნენ რუსულ პროპაგანდისტულ ვერსიებს, რომ რუსეთს ეს ომი არ უნდა და ეს ომი წამოიწყო სააკაშვილმა, რომ სააკაშვილია თურმე დამნაშავე ყველაფერში. უკაცრავად ეხლა ყველა ცივილიზებული ნორმალური ადამიანი მსოფლიოში ძალიან კარგად ხვდება, რომ საქართველოს რუსეთს თავს ვერ დაესხმებოდა და არც დასხმია. ეს იყო რუსეთის ინტერვენცია ჩვენ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, თავდასხმა ჩვენზე და ჩვენ გქონდა თავდასხმის უფლება. რაც შეეხება ამათ გავლენას ქართულ პოლიტიკაზე, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არიან მარგინალები, ძირითადი პოლიტიკური ძალები, ხა კი შეიძლება ერთი კვირა იჭოჭმავან, ორი კვირა და პოზიცია ვერ განსაზღვრონ და სადაც ფიქში იყვნენ, ხა მიემხრონ თუ არა ამ რაღაც პოპულარულ პრორუსულ ხაზს, პოპულარულს ვიწრო გაგებით. ვის გულისხმობთ ამ შემთხვევაში? იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს. იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ძალიან კაფიო იყო, ძალიან პირდაპირი იყო, რაზეც ნამდვილად კრიტიკას არ იმსახურებს, პირიქით იმსახურებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ამბებში ოპონენტები დავრჩებით ჩვენ, ეს გამყოფი ხაზი ვიმეორე, არ არის ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. ეს გამყოფი არის ნორმალურ და არანორმალურ ადამიანებში. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. არჩევანის სტუმარი გახდათ გიორგი გაბაშვილი. ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს ნახვამდის.